ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. არასწორად წაიკითხა ვიღაცამ ნიჩე. უპასუხე. ტრამპირო იყოს. მართლა ტრამპირო. ხო, ოკეი. ის რომ მე 20-მდე არა მაქვს არანაირი ძალაუფლება. ქართულ ოცნებას ფავდა მხარდამჭერები, როცა გამოავლინა, რომ ის არ არის ბუნჩულა, არამედ არის ბრუტალური, სისხლიანი. პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ეს აღმოჩნდა წერტილი, როდესაც მათ თქვეს, რომ არა. ვინც არ ამბობს მაგას, არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ფულით მიბმული შანტაჟით, დაშინებით. აქვს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს. გნებავთ ქრისტიანული იდეა დავარქვათ, გნებავთ ჰუმანური იდეა, რომ მე შენ მოგიტევებ თუ კი ამ საბედისწერო ბრძოლაში ჩემკენ იქნები. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დინამიკა იქნება, რომ ხვალზე 2 წელიწადში მაინც ეგ ხალხი მაინც მაგ არჩევანს გააკეთებს. უბრალოდ დროს გვარგავთ. გვეჩქარებ, გავგლახენ, აი მანდ ვართ. წეგან ახსენე შენ ცნობიერებაში საბჭოთა კავშირის ხრევა. მგონია რომ უდიდეს შეცდომა რატომაც დაუშვა რუსეთმა დღეს, აი მიდით დიქტატურა მოაწყეთ. არის ის რომ იმათთვის ტრადიცია, თავისუფლება არ ყოფილა. ან ტირანი არის მათი ეროვნული სპორტი. რასაც ახლა ესენი აკეთებენ, არის ანტიქართული თავისი არსით, რომ მიდის ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი თავის შესახებ ვიცით. ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები. ეს ევროპა არის ნაწილი კაცობრიობის, რომელიც მიხვდა, რომ ომს ჯობია მშვიდობა. ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული რელიგია, ხო? შლილება თუ გამოღვიძება. აბსოლუტურად სწორი შენიშვნა იმის გათვალისწინებით, რაც აქამდე ვილაპარაკეთ. რამდენი ხანს გისწორო ეხლა შეცნობდა? კაცი ადამიანი? კარგი კითხვა. თუმცაღა იმასაც აღარ მინდა თუმცაღა. შენ და ილია ერთად ხართ. ანუ ილიაც ამპარტავანი კაცი არის. ზანკა იმასმენია შენ, მე და ილია რო ერთად ვარ. არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. მოდი მანდ ვიფიქროთ რა. მოჩალიჩე ტიპი ხარ. ეხა ნუ იგონებ. არიცი? გეუბნები. ვიცი, მგონია ბევრი სწრაფი შეკითხვა, რომელზეც შეიძლება დედაქალაქი, ეგრე კი. გავხედა ფილოსოფოსმა კაცებს, ვიტყო ბლიცის ის არის. რომელია ყველაზე მარტივი საგანი, რომელიც ამავდროულად არის ძალიან ფილოსოფიური. ფილოსოფი ვიცი, ვიცოდი მაგაზე პასუხი უეჭველი რა. სანამ უარესები გითხოვს, შეგვიძლია რომ დავამთავროთ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ გორგილაძის საუტანელი სიმსუბუქის ახალ ეპიზოდს. ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ეს გადაცემაც რა თქმა უნდა დიდწილად მიეძღვნება იმ ვითარებას, რომელიც არის დღეს საქართველოში, იმ პროტესტს, რომელიც აგორდა და არ წყდება. ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო ჩაუღრმავდეთ ამ თემას და საერთოდ გვინდა რომ ამ პროცესის განმავლობაში უფრო და უფრო მეტი გონიერი და საღი აზრის მქონე ადამიანი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. შევეცდებით რომ ეს იყოს ხმამაღალი ფიქრი იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენ თავს, ჩვენ გარშემო და რა შეიძლება გველოდეს პერსპექტივაში. მოდით. სართულიო? სალვეები გახსოვთ ძველებური მეებში გვხდება ხოლმე და მაგრამ მიყვარს ეს სახლი. ის ყოფილა. შეიძლება? აი კამელეონი ნახე. ვერ ვიპოვი? ვერა, სამაკაცმა ვერ ვიპოვით წეღანდა. რამხელაა რო ვიცოდი დიდი არის. რა ხნის არის? მართლა ბიჭო, უკვე მეშინია. ახლოს ნუ მიდიხარ შუშასთან. დაიხია. არა, მე იმიტომ დავიხიე უკან რომ ბუჩქებში არის დამაგული და მარტო თუ არ მიჩანდა საერთოდ იყურებო. ანუ ეგ ნაღდია რომ ისე შეუძლია კამუფლაჟის გაკეთება რომ ვერ დავინახოთ? უფრო აი ნახე
ზემოდან თუ ჩახედავ, მაგრამ ეხლა აი აქ. ვერ ხედავ, იმიტომ რომ ისეთ განათებულინა. მოძრაობა, აი კუდს ვერ ხედავ? აი კუდი. კი. ეხლა გააყოლე და თავს მიაგენი. ხედავ. დიდად არ ცდილობს, მაგრამ მაინც არ ჩანს რა. გათხელება შეუძლია ტოტის უკან ამოფარება. ისეთ დროში ცხოვრობთ, რომ ჩვენც რო შეგვეძლოს კარგი იქნება. აი ბოძის უკან უცებ რო აღარ ჩანხარ. ტიტუშკას რო დაემალო. ეს არის შენი ორივე სამუშაო სივრცეა? კი, იდეაში ეს გვიან დავიმატეთ. რაღაც აქ რო გადმოვედით, ჯერ ეს ოთახი არ ქონდა და მე იდეა იქ იყო, რომ რაღაცნაირად კაბინეტი ქონოდა და საბოლოო ჯამში ბიბლიოთეკად და ანუკასთვის სამუშაო სივრცეთ გადაკეთდა. ანუკა დიზაინერია. ჭირდებოდა სივრცე შეხვედრებისთვის, ამ თქვა პროექტებისთვის და ზემოთ ბიბლიოთეკა. ლიჯერ ბიბლიოთეკა იქ ფიქრობ ხოლმე, ფილოსოფოსებს არ ფიქრობთ. აუ, ხო, ყველგან. ანუ ჩვენი პრობლემა ხო ეგ არის რა, იმიტომ რომ თუ ფილოსოფიას კლასიკურად აზროვნების სიყვარულს ქვია, სადმე გიყვარდეს. ან სანამ აზროვნებ, სულ იმაში ხარ, პროფესიაში ხარ რა ხო და ამიტომ ესე რომ ბიბლიოთეკაში ფიქრი არ გამოდის მხოლოდ. და პირიქით არ ხდება, რომ რახან სულ აზროვნება და უბრალოდ სულ აზროვნება ხა ისე არ ჟღერდეს. განტვირთვისთვის ეგ აზროვნება რომ გამოდის, ხო. ბევრს ეღიმება ხოლმე რა და მესმის რატომაც ახლა წერილებზეც ეგრე ამბობენ რომ ეხლა ის იყო მწერალი რა ქვია, სერვანტესი იყო მწერალი და ის რანაირად არის მწერალი და ფილოსოფიის შემთხვევაში კიდე უფრო ის ხდება, რა ქვია, დევალვაცია, ასე ვთქვათ, ამ სიტყვის, იმიტომ რომ კანტის ფილოსოფია და ლეონ გამბაში ეგ მქონდა რა, მე როცა ჩამოვედი რა, მე ბაკალავრიის ფილოსოფია მაქვს დამთავრებული და ისიც სამაგისტროც რა, ხო და რო ჩამოვედი, როცა გეკითხებიან, აი ვინ ხარ, ხო, პროფესიას ასახელებ, რაც განათლება გაქვს მიღებული, ნუ ფილოსოფოსი იძულებული ვარ, რომ ეგ თქვა რა, ანუ სხვა განათლება მე არ მაქვს. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არის ეს განსხვავება აკადემიურ ფილოსოფიასა და თქვა სხვა ტიპის ფილოსოფიას შორის, ხო, ეხლა პირობითად, რა ვიცი, აინშტაინი შეგიძლია ფილოსოფოსად განიხილო, ხო, იმიტომ რომ რაღაც მისი ნაშრომები სამყაროზე არ მხოლოდ თქვა ფიზიკას ეხება, არამედ შეიძლება იყოს უფრო ღრმა სააზროვნო, ხო, ტექსტი, რომელსაც ყველა გაიგებს და არ მხოლოდ სპერო სპეციალისტები რა და ამ გაგები თავიდან ეგ პრობლემა იყო ხოლმე, რომ აი რატო ირქმევს ეს კაცი ფილოსოფოსს პირდაპირ რა, იმიტომ რომ თავიდან უნივერსიტეტში მაინც მუშაობდი, ლექციებს ვკითხულობდი ფილოსოფიაში, ამიტომ კიდე უფრო მეკუთვნოდა უნივერსიტეტიდან წამოვედი მე მარტო ფილოსოფოსი ხარ რაღაცნაირად და ბევრს განცდა ქონდა რომ აი დავირქვი. აი როგორ შეიძლება დაირქვა სახალხო მთქმელი სიტყვაზე რა. აი ლეონ გამბაში სახალხო მთქმელი. ხო. სახალხო მთქმელს უფრო შეგარქმევენ. ის იმან ხო და ფილოსოფოსიც ამ უნდა შეგარქვას ხო ვიღაცამ თქვას რომ აი ეს არის ფილოსოფი. თუ იმ სტატუს მნიშვნელობით განვიხილავთ რომ აი ვიღაცამ უნდა შეგარქვას რომ ხო, აი რატო დავშვიცი კითხო მესმის რომ შეიძლება ამ ყველაფერს უხერხულობა ახლდეს თან რა რო კითხავენ რა პროფესიის ხარ ფილოსოფოსი ვარ, ცოტა პროფესიად ვერ იმაშავ, იმიტომ რომ გასაგებია, არ ვიცი რომელ კლასში ისწავლება, რომ არის აზროვნების თუ სიბრძნის სიყვარული, ხო, დაახლოებით აზროვნების, ხო, მე მგონია. მაგ ლოგიკით კი, ვინც მაგალითად ვისაც უყვარს მიახლება ამ სიბრძნესთან ზიარება, მაშინ გამოდის რომ ყველა ფილოსოფოსია. რა განყენებულად როცა ადამიანი ამბობს რომ მე ფილოსოფოსი ვარ, მაშინ ისიც უნდა ამტკიცოს რომ შეკაიკაცო 4 წელი ვისწავლე და + 2 ვისწავლე და ამაში დიპლომი მაქვს. დიპლომით ფილოსოფოსი და მეორე არის თქვა ფილოსოფიაში რა გაკეთებული. დღეს მაგალითად რა ვიცი პროფესიით მასწავლებელი ვარ რა, ანუ ეხლა მე ვასწავლი რა, ვასწავლი ისტორიას და ვასწავლი ფილოსოფიას ორივეს. ამიტომ დღეს უკვე შემიძლია ვთქვა რომ პროფესიაც თქვა არის მასწავლებლობა, მაგრამ ისევ და ისევ ფილოსოფოსობა სუსთავიდან მაინც პატარა არ ვიყავი, მაგრამ ისე რა. ფილოსოფია არ იყო პოპულარული რა, რაღაცა ხუთმა კაცმა ჩავაბარეთ მაგ ფაკულტეტზე, თითზე ჩამოსასვლელი ხალხი იყო. პირდაპირ მნიშვნელობით ხუთმა? ხუთნი ვიყავით, როცა გაიხსნა ეს ჩვენი ფაკულტეტი. ვინ არიან შენი? ჩემი მეგობრები ლევან შატბერაშვილი, სანდრო გავისონია, დათო ოთრაშვილი და ნინო რჩეულიშვილი რა, ეს ჩვენი ხუთი ადამიანი იყავით კურსზე ფილოსოფიას. კურსზე ეს იყო პატარა ჯგუფი პროფესორების გამო იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წავიდა ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის უცხოენების ინსტიტუტს რასწავლდნენ მან. ხო და ცოტა ისიც იყო რომ ფილოსოფიას პოპულარიზაცია ჭირდებოდა, ანუ ბევრი ადამიანი არ იდენტიფიცირდებოდა როგორც ფილოსოფოსი საჯარო სივრცეში და ცოტა ჩემი მხრიდან ის იყო, იმიტომ რომ სწავლობდი, ძალიან მიყვარდა ეს პროფესია და ფიქრობდი რომ აი თუ ვილაპარაკებ როგორც ფილოსოფოსი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს ტრიგერი, რომ ხო არსებობს პროფესია, რომელსაც შეიძლება მივყვე და შეიძლება ამ სტატუსით ვილაპარაკო ან ვიკვლიო, იმიტომ რომ ისე და ისე მე რა თაობის წარმომადგენელიც ვარ, მაშინ იყო საერთაშორისო ურთიერთობები, იურისპრუდენცია რა, მორჩა, სამედიცინო. პოპულარულებზე ვარ რა, ხო, რა. შენ მოგიწია ერთიანი ეროვნულ
გამოცდება. მანამდე 2001 შევაბარებ. ანუ ფული იმით ვინც აბარებდა. მაშინ იყო ხო გავლენები, ფული, ნაცნობობა, კორუფცია რაც არის. შეიძლება დავათვალიერო. ბიბლიოთეკა. აქედან აჩვენო გაგატანო ცოტა ხნით და მე აღარ დამიბრუნებ. მინდა ის არის, იმიტომ რომ რასაც ვხედავ, მაქვს სხვათა შორის მომახანე. ერთი-ორი კარგი წიგნი შეიძლება მქონდეს, რომელიც არა, ბევრს ხედავ აქედან აგერ მაღლა ლიტოდისიას ვხედავ, მე რომელიც არა გაკ მაინტერესებს. აჰა. წამო. აქ არის წიგნები, რომლებიც უცხოეთში სწავლის დროს ვიყიდე და თქვათ სამაგისტროზე მუშაობის დროს მათგებოდა ძირითადად გერმანული ლიტერატურა. შენ გერმანული დაამთავრე კი ფილოსოფიური იქ ბოხუმში. და მე ნელ-ნელა ვცადე რომ რაღაცა სისტემა მქონდეს რა, მაგრამ ხო იცი როგორ არის, გამოიღებ, მე აქ დადებ, მე ახლოს დადებ, მე სადღაც იქ დადებ და აქ მოაქვს და აქ დებენ და ამიტომ მივხვდი რომ ეს ქაოსი ბევრად უფრო მოსახერხებელია როგორც ბიბლიოთეკარისთვის რა. იცი რა, ქაოსი ბევრისთვის არის მოსახერხებელი, იმიტომ რომ ამ ქაოსში იცის თავისი რაღაც სად არის და რო დაულაგებენ ხოლმე მე მაგაზე ბრაზდება. ტოლკინი შევნიშნე იქით და ფენტეზის მოყვარულიც ხარ თუ უბრალოდ ტოლკინი ძალიან? არა, ტოლკინი. ფენტეზი ზოგადად ხო, მაგრამ ტოლკინი არის ჩემთვის რა გითხრა ძალიან დიდი ინსპირაციის და ისეთი ნარატივია რა, ეხლა ვცხოვრობთ რა თავიდან ბოლომდე ტოლკინში. ფაქტიურად არ არსებობს ელემენტი, რომელიც ტოლკინთან არ არის და არ აღწერს დღეს რა ბრძოლაში ვართ იმაში, ხო, მაგალითად ის რომ ჰობიტია შერჩეული პირობითად თავარი ბრძოლის, ხო, ანუ ბეჭდის მატარება. ერთი შეხედვით სუსტი ერთი შეხედვით პირდაპირ აღწერით სუსტი რასა არის რა, რაღაცა ბავშვებთან შედარებული აბსოლუტურად მოგზაურობაზე უარის მთქმელი ხალხი და ხო, მაგრამ წრფელი გული, ხო, წრფელი გული და კი. და თუ დააკვირდებ მაგალითად ეხა ჩვენ რაშიც ვართ, ჯენზიზე ამხელა ამბავი რომ არის, რომ ეს ხალხი რა ყოფილა, ეს ჯენზი რა ყოფილა, ახალგაზრდები რა ყოფილან და ჩვენთვის ქართველების სხვა სტუდენტები ყოველთვის რაღაცა მამოძრავებელი ძალაა და ხვდები რომ წესის დარიგით ხალხი რომელიც უფრო დიდი გამოცდილების მატარებელია, ხო, თქვა უფრო ზრდასრული არის და უფრო მეტ სიბზნეს უნდა ფლობდეს, აღმოჩნდა რომ გვერდზეა გაწეული და უდიდეს ბრძოლაში წინა ხაზზე დგას გამოუცდელი ახალგაზრდები, რაც ისევ ტოლკინისეული ის არის, ხო, რაღაცა გავს იქაურობას და აი არა, რაღაცნაირად მიხსნის ბევრ რამეს, რაშიც ეხა ვართ. ეხა არ მარტო საქართველოს რა, თქვა აი პუტინის აღზევება იქნება ეს, ეხა თვითონ რასაც უყურებდა ხო, ან იმპერიების ძალადობა და ანუ ძალაუფლებისკენ სწრაფვა მაგალითად ხო, ეს ბეჭედი რომელიც არის ძალაუფლების, ეგ რაც სახელმწიფო იარსებებს და რაც ადამიანი იარსებებს, სულ იქნება თემა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან ყველასთვის აი რო ამბობენ ხო, რა უნდა ურჩიო ადამიანს, აი ტოლკინი, ჰარი პოტერი მეორე აუცილებლად რა მივამატებდი მაგასაც. ეხა ხო არ ფიქრობ მე გეთანხმები, მაგრამ არ გაშინებს ის ფაქტი, რომ ვიღაც იტყვის, რომ ფილოსოფოსი კაცია და ზღაპრებს ურჩევს ხალხს რა. ბევრი ვერ ხვდება, რომ ზღაპარში სინამდვილეში იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცებია, რამაც შეიძლება არ ვიცი, ნებისმიერი ლიოსაზე უფრო დიდი რამეზე გაფიქროს. მე რაღაცნაირად ფილოსოფია ხო რაღაცის გაგებას ნიშნავს რა და მე რაც გამაგებინებს ჩემს მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ხო ამ შემთხვევაში თავარია სამყარო გავიგო რა და ტოლკინი იქნება თუ ლიოსა იქნება მან უკვე რაღაც ფუფუნება არც გაქვს რომ ისაქნა ხო რომ კაპრიზული იყო რომ მოდი მე ხა ტოლკინს არ დავიკითხავ ფენტეზია და პირობითად ეგ ხშირად ბავშვებს აქვთ ხოლმე რა ეგ განცდა როცა თქვა რაღაცა ტექსტს აძლევ და ეუბნები რომ აი რა შეიძლება აქ იყოს საინტერესო და გეუბნები რომ ეს წითელქუდაა ჩემი მაგალითად რა რომ ეუბნები რომ აი რა შეიძლება წითელი ფერი ნიშნავდეს ან წითელქუდა რა ამბავი არის ხო რომ აი უცხოს არენდო გეუბნებიან და აი ცოტა უფრო დავფიქრდეთ ძალიან უჭირთ ხოლმე და მე რაღაცნაირად ვახვედრებ რომ აი წითელი ფერი ახალგაზრდა გოგო რისი ნიშანი შეიძლება იყოს რა სიმბოლო და იმისია ფრომის თუ არ ვცდები თუ იუნგის აღარ მოსწონს ერთ-ერთი ინტერპრეტაცია არის რომ აი ეს რა ქვია ეს არის ახალგაზრდა გოგო რომელსაც თქვა აქვს რაღაც მომწიფების ასაკში იმყოფება და კაცები რომ უნდა ერიდოს რა და ნუ შოკია რომ ეხ წითელქუდაში ეგ აზრი არ დევს ნამდვილად და მე უშუალოდ ნაწარმოებში რომ მიდიხარ ბოლოს მთავრდება მორალით ეს მორალი რომ არსებობს ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი ჩვენს გარშემო მამაკაცები რომლებიც ახალგაზრდა გოგოებს ატყუებენ მათ რაღაცას პირდებიან და ახალგაზრდა გამოუცდელი გოგოები მერე ტყუდებიან და გული აქვთ გატეხილი და ცუდ დღეში აღმოჩნდა ამიტომ ფრთხილად იყავთ ანუ ცალსახად არის არა ზოგადად გაფრთხილება კაცებს და ერიდეთ უცხოებს არამედ ერიდეთ ცუდი ზნის კაცებს რა ხო და ეს მოლოდინები რომ ახან წითელქუდას მოაშორეს მორალი და ისე ჩადეს როგორც ბავშვური ზღაპარი და რა ვიცი პატარა პრინცს განიხილავენ ხოლმე და თუ ხსმენი ეგეთი ისა რომ ვგიჟდები ჩემ ბავშვს წავაკითხე პატარა პრინცი და ბავშვი არის რაღაცა 10 წლის
და ის შინაარსები აბსოლუტურად გვერდზე გაუარა ყველამ, ხო? იქ როცა არის საუბარი რაღაც უფროსების კრიტიკაზე და რაღაც ცუდი ხალხი ვარ დასრულები, ამას ვერ გაიგებს ვერასდროს რა ბავშვი. ამიტომ ზღაპარი იქნება თუ სხვა, რა ვიცი, რას ჩაიჭერდა, როგორ აღწერდა, როგორ გაიგებ რა. ჩემთვის გამსაზღვრელი არის ხოლმე, ამასაც ქუთაისში ვიყავი პირველ სკოლაში იდიათეკის გახსნაზე და რაღაც მოსწავლეებთან შეხვედრაზე და ლაპარაკობდი იმაზე ჩემი ჭკუით რატომ არის მნიშვნელოვანი მხატვრული ლიტერატურის კითხვა. უშუალოდ მხატვრული ლიტერატურის, ხო? და რაღაც მიზეზებზე ვლაპარაკობდი და ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი რომ ჩუმად იჭდა. მაგრამ ის სიჩუმით რო ატყობ, რომ ის მნიშვნელოვანი ტალანტია ტიპი. და ბოლოს მითხრა რომ არა, სისულელია რა და კი არ მეწყინა ეს რომ მითხრა და მე დავეთანხმე კიდეც როცა ხაზი გაუზომეს რომ თავარიო არის ამ ყველაფერში ინტერპრეტაცია. ცხადია მარტივი ჭეშმარიტება თქვა, მაგრამ მე გამომრჩა მაგაზე ყველაფერი არის, ხო, თავარი არის რომ რა ინტერპრეტაციას გზებს გვიხსნის ჩვენ ესა თუ ის ტექსტი რა, თუ გვაიძულა რომ ვიფიქროთ, ესე იგი გამოსულა ამბავი. ხო არ გონია რომ ერთ-ერთი ერთ-ერთი მიზეზი რა დღეშიც ვართ არის მიზეზი არის რომ არასწორად წაიკითხა ვიღაცამ ნიჩე და აკრიტიკებს ძალიან. ნუ ეხლა წიგნს დაწერს 2013 13-ში თქვა მგონი რომ დავწერო წიგნს მალეო და იქ ყველა ჩემი აზრი იქნება. შეგამათება ნიჩეს. და აი ძალიან ველოდებით ყველანი, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ სხვა წიგნს წერს ახლა და საქართველოს ისტორიის მანძილზე საქართველოს ისტორიაში უпроსტად ყველაზე მეტად რომელ მონაკვეთს გავს ის ვითარება როგორშიც ვართ ახლა. ბევრი სხვადასხვა ეპიზოდის ის არის კომბინაცია არის ზოგადად ისტორიის პრობლემა ეგ არის რომ ერთნაირად არ მეორდება არაფერი მაგრამ რაღაცნაირი ისინია ფრაგმენტები არის რომელიც ერთმანეთს უნდა დაემთხვეს რომ რაღაც ახალი გამოიყვანო ხო მაგალითად ეხლა საერთაშორისო თვალსაზრისით გავს ყველა იმ ეპიზოდს როდესაც იმპერია სუსტდებოდა და ჩვენ რაღაცნაირად ამ იმპერიიდან გასვლა გვინდოდა ხოლმე ხო ამიტომ ესეთი ამბავი საქართველოს ისტორიაში არის ფაქტობრივად ყველა ამბავი. ანუ სპარსეთთან ურთიერთობა, ბიზანტიასთან ურთიერთობა, რუსეთთან მათ შორის ურთიერთობა, არაბებთან ურთიერთობა, თურქ-სელჩუკებთან ყოველთვის რაც ჩვენი ისტორია ზოგადად ეგ არის თავიდან ბოლომდე, რომ ვართ პერიფერიაზე, რაღაც იმპერიებს შორის და ამ ხრივ არ გვიმართლებს ტოტალურად, იმიტომ რომ შეგვეძლო რომ ყოფილიყავით იმპერიის შუაგულში მაგალითად, ხო? ანუ ჩვენ ყოფილიყავით ცენტრში და იმპერიების დაშლა აღზევება არ შეგვხებოდა, უბრალოდ რაღაც ცნობად შეგვხებოდა, რომ თურმე რაღაც საზღვარზე მიწები გაცვალა ორმა იმან, რა ქვია, იმპერიამ და შეთანხმდნენ რომ ზავზე, რაც 50 წლიან ზავზე. და სამწუხაროდ ის მიწა რომელიც გაცვალეს, ჩვენ ვიყავით ხოლმე ყოველთვის, ხო? ანუ აი აქ ჩვენთან საზღვარზე ხდებოდა ეს დავიდარება. და ამიტომ ჩვენთვის პოლიტიკურად ეგ ხაზი გქონდა, რომ რას შვებით, როცა იმპერიის შიგნით ვართ, როცა იმპერია ძლიერია და როდის დგება ის მომენტი, როდესაც იმპერია სუსტია და ჩვენ უნდა რაღაც ჩვენი სათქმელი ვთქვათ, რომ აღარ გვინდა იმპერიის ცხოვრება იმპერიაში და გვინდა თავისუფლება, ხო? რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენთვის ეს მესამე შანსი არის, ხო, მგონი რა, ანუ პირველი, როდესაც პირველ მსოფლიო ომში იყო დასუსტებული და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით და დაიშალა ეს რუსეთის იმპერია და ჩვენ აღმოჩნდით დამოუკიდებლები, ასე ვთქვათ, და გამოვაცხადეთ ეს დამოუკიდებლობა და ვაფიქსირეთ. მე დაგვიპყრეს ის სამწუხაროდ იმპერიამ მოიქნია, ხო, კუდი, აღარ ქვია კუდის მოქნება, აღზევდა კიდევ უფრო უარეს იმპერიად, ვიდრე რუსეთის იმპერია იყო თავის დროს. საბჭოთა კავშირი როცა დასუსტდა და დაიშალა და ჩვენ ამაში წვლილი გვაქვს, მათ შორის ჩვენი მსხვერპლის კოდ გაღებული, ხო, 9 აპრილის სახით. და არა მხოლოდ ვიბრძოდით ჩემს დაშლაში წვლილი გვაქვს? კი. ანუ გულისხმობ რომ მაგალითად 9 აპრილის ტრაგედიამ წვლილი შეიტანა იმაში რომ კი და ორი მიმართულებით რა, რომ ნებისმიერი იმპერია დგას რაღაცა უძლეველობის და მათ შორის ხშირად რაღაცა მორალურ პრინციპებზე რა, აი ვთქვათ, თავის თავს წარმოაჩენს როგორც განმანათლებელს ან რაღაც წესრიგის შემომტანს ან რაღაც კეთილ იმას, ხო, მისიის მატარებელ არსებას, ხო? და ეგ დაიმსხვრა საბჭოთა კავშირის მთელი ისტორიის განმავლობაში, ეგ მითი იმსხვრება ხოლმე, ხო, რომ აი ჩვენ რაღაც ხალხებს, პატარა ხალხებს ვფარველობთ მაგალითად, ხო? ეს გეხმარება იმისთვის, რომ სხვა ხალხები, რომლებიც დაპყრობილი ყავს, უთხრა, რომ აი ხო ხედავ, საქართველოს როგორ აღზევდა ეკონომიკა განვითარდა, ქარხნები აშენდა და შენ თუ ჩემთან ერთად იქნები, იგივე დაგემართება. ზიანულში იპყრობ ორივეს, მაგრამ იდეოლოგია გჭირდება იმისთვის, რომ უთხრა, რომ ამ დაპყრობა არ არის. ეს არის აი სინათლის შემოტანა, ხო, მაგალითად თქვენთვის არის ინდუსტრიალიზაციის, კომუნიზმის შემოტანა რა და ჩვენთან როცა 9 აპრილი მოხდა, ეგ არის რეპუტაციული, ანუ ცალსახად საბჭოთა კავშირისთვის ეს არის, რომ რამდენიმე რამ პირველი რომ ხარ ბრუტალური და ხარ სისხლიანი და შენ
არ აღიარებ არა სიცოცხლეს როგორც ღირებულს და მეორე ის რომ შენთან ცხოვრება არ უნდა, ანუ არ გაქვს ძალა იმისთვის რომ დიალოგით და დისკუსიით და დარწმუნებით შეინარჩუნო ის ვიზეც პრეტენზია გაქვს რომ არის შენი ერთიანობის ნაწილი, ხო? ამიტომ საერთაშორისო თვალსაზრისით ჩვენ ეგ რაღაცა წვლილი გვაქვს მიღებული სამწუხაროდ ჩვენ თავზე ავიღეთ რომ რაღაცა გამოჩნდა რომ საბჭოთა კავშირს აი ესეთი ტიპის პრობლემები უდგას რომ ის იძულებულია სისხლით შეაკავოს საკუთარი იმპერია, ხო? და მეორე აქ როცა დაშლაზე ვსაუბრობთ ეს დაშლა იმპერიის სამწუხაროდ პირველი უნდა მოხდეს ცნობიერებაში რა და ქართველებისთვის ყოველთვის ესე ვფიქრობ ხოლმე რომ 9 აპრილი რომ არ ყოფილიყო შევძლებდით თუ არა იმ რაოდენობით ხალხის კონსოლიდაციას თავისუფლების იდეის გარშემო როგორც მოახერხეთ უკვე 9 აპრილის შემდეგ იმიტომ რომ კომუნისტებს ყავდათ მხარდამჭერები და ჩვენ ვიცით რომ ყავდათ ეხაც ყავთ კომუნისტებს აღონთ რუსებს რა პირდაპირ მხარდამჭერები მე მჯერა რომ ეს რაოდენობა ეხა უკვე ჩვენ სასიკეთოდ არის მაგრამ სამწუხაროდ კიდე დრო უნდა გავიდეს რომ გადავტეხოთ ბოლომდე და უბრალოდ რუსეთს არ ყავდეს არავინ ვისაც დაეყნობა ჩვენთან ხო მაგრამ აი როგორც ეხა რა პროცესიც მიდის მაგალითად რომ 2 თვის წინ ქართულ ოცნებას ყავდა მხარდამჭერები რომლებიც არც ბოროტი ადამიანები არ იყვნენ არც რაღაცა სისტემასთან შეიძლება შერწყულები არ იყვნენ, მაგრამ აი იდეურ დონეზე ცოტა კონფორმისტები, ცოტა, ნუ აი რა ფუჭდება ამით ხალხი რა. და დღეს რაც ქართულ მოცემამ გააკეთა ამ აქციებთან მიმართებაში, ხო, როცა გამოავლინა, რომ ის არ არის რაღაცნაირი ბუნჩულა, კეთილი მართველი, რომელიც რაღაც ხალხზე ზრუნავს, არამედ არის ბრუტალური, სისხლიანი წამების, რაზმების შემქმნელი ჯგუფი ადამიანთა, რომელიც მზად არის ყველაფერზე აბსოლუტურად იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხალხისთვის, მათ შორის კი არა პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ეს აღმოჩნდა წერტილი, როდესაც მათ თქვეს, რომ არა, ამ ძალასთან ერთად მე აღარ მინდა ვიყო ასოცირებული. ვინც არ ამბობს მაგას? ხوارი ხალხი ვინც მაგას არ ამბობს. მე მინდა მწამდეს, რომ მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირეა. კი. მაგრამ ხო არის ეს მართლმორწმუნე კოცები ხო არსებობენ. არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ის არის რაღაც ფულით მიბმული შანტაჟით, დაშინებით. აქვს. გეტყვი რატო არა აქვს, იმიტომ რომ ჩემთვის იგივენაირი ბოროტება, ანუ მიზეზი სხვადასხვა აქვს შეიძლება, მაგრამ ის რომ აი ამ ძალას გვერდით უდგახარ და ამართლებ და მხარს უჭერ და ზოგ შემთხვევაში ეგზავნები რომ ვიღაცები ცემო, საბოლოო ჯამში მაინც იგივე ბოროტებაა. ჩავშლით ცოტა რა მაგ ბოროტებას. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ თუ ამ ბრძოლაში ვარ და მაგ სიტყვას რომ ახსენებ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი რამე მგონია რა და ბრძოლას თუ ბოროტებას. ბოროტებას რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ინტერპრეტაციის საგანი შეიძლება გახდეს რა. მათ შორის აი კეთილი ბოროტი, რაღაც დროს კეთილი ბოროტი მე-20 საუკუნე ხო არ არის რა, რაღაცა რომ ის და მარადიული სიუჟეტია. ხო და მარადიული სიუჟეტი თუ არის, ეგ იდეაც მარადიული არის შესაბამისად რა და არ უნდა გვერიდებოდეს თქვა რომ კი რაღაცა ბოროტების წყაროები არსებობს რა. მაგრამ ამ ბოროტებასთან ბრძოლაში ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენს მხარეს თუ არ გადმოვიდა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, ვისაც შენ ან თქვა შეიძლება ესე ერთიანად დავარქვათ ბოროტება, ჩვენ წავაგებთ აუცილებლად, იმიტომ რომ არ არსებობს ნაწარმოები ეპიკური მითოლოგიური თუ რა ვიცი მე-20 საუკუნეში გადაღებული ფილმები, რომლებიც აი ბოროტებასთან ბრძოლას უკავშირდება, სადაც არ არის ბოროტი, რომელიც საკვანძო მომენტში გადმოდის კეთილისკენ და ის ხდება გამარჯვების გასაღები, ხო, მაგალითად. ერთი წამი ხო, გისმენ. მაგ კათარზისის მომხრე ვარ. მომხრე ვარ კი არა და ჩემთვის მე დაკვირებული ვარ რომ მხატვრულ ლიტერატურაშიც მათ შორის და შენ ახსენე. ანუ იმ ხელა ძალა აქვს სწორ არჩევანს, რომ პერსონაჟი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩადის ბოროტებას ან ბოროტების მხარესაა, თუ გადამწყვეტ მომენტში ხედავს რომ არსებობს უფრო უზენაესი ბოროტება და თავის აქციელით უპირისპირდება მას, ან მის გვერდით აღარ დგება. კითხვები მზად არის რომ ის გულში ჩაიხუტოს. აუცილებლად კი. და ეს მაგარია. ეს არის ალბათ თავარი გნებავთ ქრისტიანული იდეა დავარქვათ, გნებავთ ჰუმანური იდეა, რომ მე შენ მოგიტევებ თუ კი ამ საბედისწერო ბრძოლაში ჩემკენ იქნები თუ დაინახავ ამ ბოროტებას. მაგრამ შენ ამბობ გადამწყვეტ მომენტზე, ხო? არ ვიცი, ჯეიმი ლანისტერი, პირობითად, რომელიც უცუდესი კაცია, ხო? ყველანაირად ამორალური ტიპია. რაღაც მომენტში არა, აღარ ვიზა მამას. და მკითხველი პატიობს ჯეიმი ლანისტერს საშინელებებს, ხო? გულის სიღრმეში ახლა ვინ როგორ მაინც რჩება, მაგრამ ნუ პატი. არ ფიქრობ, რომ ეგ გადამწყვეტი მომენტი იყო აგერ უკვე. ეგ ორი ტიპის ბრძოლა არის რა. პირველი არის ის, რომელშიც ჩვენ ვართ, ანუ დიდი რაღაცა ორგანიზაციული, ასე ვთქვათ, ხო, რაღაცა
ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და მეორე არის შინაგანი ბრძოლა ყველასი ინდივიდუალური რა. და მე ფიქრობ, რომ ეგორი რაღაცა, ანუ ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს ყველასთვის ეგ მომენტი, სადაც შინაგანი და ეს დიდი ბრძოლა ერთმანეთს დაემთხვევა. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დინამიკა იქნება, რომ ხვალ ზეგ 6 თვეში სულ რომ სისტემა მოახერხოს კონსოლიდირება და რა გადაგვტეხოს წელში 2 წელიწადში მაინც ეგ ხალხი მაინც მაგ არჩევანს გააკეთებს პიროვნულ დონეზე მაინც შეძლებს მაგის გაკეთებას უბრალოდ დროს გვარგავთ გვეჩქარებ გაგულახენ აი მანდ ვართ რა რომ გაგულახეს უკვე ქენით რამე მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყოველდღიურად რა პროცესაც ვაკვირდებით და ჩვენ დღე არ გავა რომ ახალი ადამიანები არ შევიძინოთ ეს ადამიანები ჩვენი მოკავშირეები არიან რა და ეს შენ რაც თქვი რომ ჩვენ უნდა ხელგაწვდილი ვიყოთ ეს არა მარტო პრაგმატულად არამედ მორალურადაც სწორი რამ არის რა იმიტომ რომ მეც ყოფილი ვარ პოზიციაზე რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც რაღაცა არასწორი მხარე პირობითად ინდივიდუალურად და შეიძლება რაღაც პოლიტიკური არჩევანის გამოც ხო და ყოველთვის მე როდესაც მახსოვს ჩემი მეგობრების დამოკიდებულება და ეს ღიაობა მეგობრობის შენარჩუნების სწრაფა და სურვილი მე ვისურვებდი რომ ყველა ერთმანეთს ესე ექცეოდეს და ჩვენ ვართ ახლა იმ პოზიციაში სადაც ვართ ცალსახად სწორ მხარეს და აი ამ ჩვენი თანადგომით თუ ემპათიით თუ მოწოდებით და სიყვარულით საბოლოო ჯამში გვაქვს უნარი რომ ამ ხალხს ვაგზნობინოთ რომ არ არსებობს დაგვიანებული წერტილი თუ ჩვენ ვიტყვით რომ აი გუშინ იყო ეგ წერტილი ის იძულებული გახდება რომ მე თუ ეს წერტილი გამოვტოვე მე უკვე ვარ სხვაგან და შესაბამისად იქით ამ ხარესთვის მე ვარ აბსოლუტური მტერი იმიტომ რომ ნიშნავენ რა არის და ერთი ნიუანსი უნდა განვასხვაოთ ბოროტების წყარო და ის რომელიც არის ბოროტების გარშემო. ჩვენ საუბრობთ ბოროტების გარშემო რაც ხდება იმაზე და არა წყაროზე რა, იმიტომ რომ ჩვენ ისევ არ არსებობს ნაწარმოები, სადაც საბოლოო ბოროტიც ხდება კეთილი. ეგეთი ნაწარმოები არის. აი სუსუ საბოლოო ეგ არის ზღაპარი, სადაც რა ვიცი, მონსტრების კორპორაცია, სადაც ის ვინც აშინებს, მე თვითონ ხდება სიცილის კორპორაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ბეჭდების ბრძანებელში შეიძლება შენ გადმოიბირო მაქსიმალურად ბევრი ხალხი, რომელიც შეიძლება მაგრამ არა საურონი რა. დაყავს ხოლმე ბოროტების ბოლო საყდენად ყოველთვის ძალოვანები. ყოველთვის ყველა ნაწარმოებში ეგრე არის. ბოლოს ჯერ რაღაცა პროპაგანდის ხალხი ეცემა ხოლმე, მე რაღაცა უბრალოდ იქ ბიზნესი ან ფინანსურად ვინც არის დაკავშირებული, ხა თანმიმდევრობა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბოლოს ვინც რჩება ხოლმე არის ბოროტება და რამდენიმე ასეული შეიარაღებული ადამიანი, რომელზეც ეს ძალადობა, შიშველი ძალადობა საბოლოო ჯამში. და ამიტომ ეხლა რა ბრძოლაშიც ვარ, ჩვენ კი რა თქმა უნდა და მაგიტომაც ვითხოვთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენთვის პოლიცია და ძალოვანები არ წარმოადგენს ბოროტების განსახიერებას, არ წარმოადგენდა აქამდე. ეხლა რასაც აკეთებს ქართული ოცნება ძალოვანებთან მიმართებაში არის ღალატი ქართული ეროვნული სახელმწიფოს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოში ძალოვანებს აქვს პოზიტიური როლი. ეს არის ხალხი, რომელიც იცავს წესრიგს, ეს არის და ჩვენ წესრიგი გვიყვარს, ჩვენ ამ წესრიგის გამო რევოლუცია გვაქვს მოწყობილი, ხო? ანუ ჩვენ გამოვიარეთ უწესრიგობის და ქაოსის სამოქალაქო ომის პერიოდი, ნანახი გვაქვს და ვიცით რა არ გვინდა რომ იყოს და ამის უზრუნველყოფელი არის ძალოვანები. და უცებ და პირველ რიგში პატრული რა. და აი ეს პატრული, რომელიც ნალოლიავები და ჩვენ როგორც მოქალაქეები რო არ ვექცევით ამ პატრულს ისე როგორც ყველა ქვეყანაში, სხვაგან. ხო, ფილმებში რო ყველაგან რო ცუდ სიტყვებს ეძახიან და სულ რო დაპირისპირებულია საზოგადოებასთან, ქართულ საზოგადოებაში პატრულის აღქმა არ არის ანტაგონიზმი პატრულთან. ანუ ბავშვები, ბიჭები, გოგოები და ახალგაზრდები, არა პატრული მოდის დავიმალეთ, ეგ არ არის პირიქით რა. ანუ ჩვენ ცნობიერებაში ეს იყო, რომ რა ვიცი, უსაფრთხოება რა. ჩვენ ეხლა გვღალატობს რეჟიმი იმით, რომ ამ ძალოვანების სახელს აფუჭებს და იყენებს მათ ბოროტებისთვის და არა იმისთვის, სადაც ის უნდა იყენებდეს. ხო, ამიტომ ჩვენი ეს მოწოდება იქნება პატრული, იქნება ეს თქვათ მედიის თანამშრომლების მიმართ, ყოველთვის ძალსახად არის, რომ ჩვენ არ გთხოვთ გმირობას, რომ შეაკვტი სისტემას, ხო? ჩვენ რაც ვამბობთ, რომ შეასრულე შენი ფუნქცია, ისე როგორც შენი სინდისი გეუბნება და ჩვენ გვჯერა, რომ ეგ სინდისი არის. და ჩვენ გვჯერა მონანიების და ჩვენ გვჯერა, რომ როცა არ უნდა იყოს იქნება ეს ხვალზეგ მაზეგ, ჩვენთვის შენ გახდები ამ ბრძოლის ღირსეული თანამონაწილე და არ ვიცი, თანაბარი ყველა იმისა, ვისაც აქამდე აქვს გაღებული მსხვერპლი. წეგან ახსენე შენ აი აქ ცნობიერებაში საბჭოთა კავშირის არ ვიცი საბჭოთა კავშირის ჩამოშლა და მსხრევა. მე ბევრისგან მომისმენია და ხანდახან მაღიზიანებს კიდეც, მაგრამ ხვდები რომ სიმართლის მარცვალი არის, როცა ამბობენ რომ აი დღეს 2024 წელს რო 24-ია. კი. 2024 წელს რო რაღაც ხდება, ეს ისევ იმ საბჭოთა მენტალიტეტის ნაწილია. ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებულად, ზოგ შემთხვევაში თავის გამართლების მიზით, მაგრამ ხვდები რომ სიმართლის მარცვალი არის ამაში. და თან ყველაზე ცუდი არის ის, რომ
აქ არ არის საუბარი იმ ხალხზე, ვისაც ნანახი აქვს ეს სისტემა ის რაც ქონდა. არამედ ახალგაზრდებშიც კი შეიძლება ეს არის რაღაც გენეტიკური მეხსიერების ნაწილი, ხო? რა შემთხვევაში თავისუფლდება ერი? ძალიან პათეტიკური ერი. არა, ხო, ძალიან სწორი. აი ამ ფსიქოლოგიისგან. საბჭოთა კავშირი ბევრ სახელმწიფოს მოიცავდა რა. შეიძლება რაღაცა რუსული იყოს და ის გვერეოდეს საბჭოთაში, ან თქვათ ბელორუსებს თავისი რაღაცა ისა აქვთ, ხო? მაგალითად, ხა რუსული მენტალიტეტისთვის, რაც უდიდესი აცდენა და მე მგონია რომ უდიდესი შეცდომა რომ მას დაუშვა რუსეთმა დღეს აი ამ პროცესების პროვოცირებით, ხო? ანუ რომ აი მიდით დიქტატურა მოაწყეთ, ხო? იმიტომ რომ ბელორუსში გავაკეთეთ და გავაკეთეთ. არის ის რომ იმათთვის ტრადიცია თავისუფლება არ ყოფილა რა, ანუ რუსულ სახელმწიფოს არასდროს თავისუფლების პირობებში არ უარსებია, არასდროს. ბელარუსს გულისხმობ, რუსეთს გულისხმობ პირდაპირ რა, იმიტომ რომ მთელი მისი, რა ვიცი, პეტრე დიდიდან მოყოლებული, რაც უნდა განათლებული ტირანი ვეძახოთ, იყო ტირანი. ან ტირანი არის მათი ეროვნული სპორტი. შესაბამისად, მწერლობა იქნება თუ სხვა არის მორჩილებაში მყოფი. უნდა იყოს. მისი, ანუ რეჟიმულად ესე უყურებს რა, დოსტოევსკიმ რამე დაწერა, ცოტა გაექცა, ამიტომ ჩვენ სიკვდილით დასჯას მიუსჭით, მე დაწერს ხოლმე საჩვენო რაღაცეებს. პუშკინმა რამე დაწერა, მოდი გადავასახლოთ და მე გადმოვასახლოთ და დაწერს სხვა რაღაცეებს რა და საზოგადოება ესე უყურებს, რომ ეგრე უნდა იყოს კიდევაც რა. ანუ პუტინი რუსეთისთვის არის ის, რაც უნდა იყოს. ანუ არ არის პარადოქსი. ქართველებისთვის ეს არ არის მასე, ხო? ამიტომ ერთი და იგივე მენტალიტეტს ვერ დავარქმევთ, რომ საბჭოთა მენტალიტეტმა დაბადა რუსეთში პუტინი და ჩვენთან დაბადა, თქვათ, ივანიშვილი, იმიტომ რომ არ დაუბადია და ჩვენ ეხლა რასაც ვეწინააღმდეგებით, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ არ დაბადება, ვერ დაბადებს რა, შანსი არ არის. იმიტომ რომ ჩვენი იდეალები ყოველთვის იქნება რაღაც ბარათაშვილი და ილია ჭავჭავაძე და თავისუფლება და თანასწორობა და ასე შემდეგ. არა მარტო იმიტომ რომ კულტურულად გვაქვს რაღაც ლიტერატურა, რომელსაც ვაღიარებთ, როგორც ჩვენს რაღაც ქვაკუთხედს, არამედ დემოკრატიის გამოცდილებაც გვაქვს. ანუ ჩვენ გქონდა რესპუბლიკა, რომელიც იყო თავისუფალი და თანასწორობის და იმის უზრუნველყოფილი. 3 წელიწადს იყო. კი, მაგრამ აქ ის კი არ არის 3 წელიწადი. შენკენ ვარ, მესმის ხო? ხო ხვდები ვიღაცა გვეთქვით რომ არ თუ ერი ახსენე შენ და ერი არ იმას შვება, არ განსაზღვრავს, დრო არ განსაზღვრავს ეროვნულ ღირებულებებს მხოლოდ. ეროვნული ღირებულებებს განსაზღვრავს, მოახერხა თუ არა ამ ერმა რაღაცისთვის ეროვნული ღირსების თუ ღირებულების სტატუსის მინიჭება რა. დაახლოებით როგორ არის რომ ეხლა შეიძლება ბევრი მეგობარი ყავდეს ცხოვრებაში რა, მაგრამ 45 წლის ასაკში შემთხვევით დამეგობრდე ადამიანთან, რა ვიცი, ავთანდილს ყავდა თავის ბევრი მეგობარი, მაგრამ აი ტარიელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობარი რა და დრომ განსაზღვრა ეგ? არა ხო, რაღაცა დამთხევა მოხდა. ანუ ჩვენ თუ შევარჩიეთ ჩვენ თავს და აქ არის ზუსტად პრობლემა შენ შეკითხვის რა, რომ საბჭოთა მენტალიტეტს კი არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით ქართულ მენტალიტეტს, რომელიც შექმნეს ქართველებისთვის საბჭოთა კავშირში. ეს ორი განსხვავებული რაღაცა არის. ეს არ არის ზოგად საბჭოური. ეს არის ჩვენთვის თავს მოხვეული, ვინ ვართ ჩვენ ქართველები რა. საკუთრივ ქართული საბჭოთა მენტალიტეტი. რომელიც შეგვიქმნეს თუ შევქმნით. მე დავაზუსტებ. ანუ მე ვხვდები, არ ვარ ახლა ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ ვხვდები, რომ ჩვენ რუსეთი გვიცნობს თხემიტერფამდე კარგად და შეიძლება ის რაც ახლა ხდება, არის არ ვიცი 30 წლის წინ დაგეგმილი, პირობითად 30 წლის წინ. და იმპერიას არ ეჩქარება მაინც და მაინც, იმიტომ რომ ისტორიისთვის 30 წელი არაფერია. და ჩაფიქრებულია ეს ყველაფერი მაშინ როცა აი მოიპოვებენ თავისუფლებას და როცა იგონებათ რომ ძალიან ახლოს არიან ჩვენ ისევ ჩვენკენ მივიზიდებთ. ეს არის სხვების მიერ, არ ვიცი, ვორონცოვის პოლიტიკას რასაც ეძახდნენ, ხო იცი, ცოტა თავზე ხელი გადაუსვი, ის იქნება და რაღაც. ეს არის არა ქართველის მიერ შექმნილი ქართული საბჭოთა მენტალიტეტი, თუ ჩვენ შორის აღმოჩნდნენ ეგეთი ტიპები, რომლებმაც ხელი წააშველეს ამაზრონების შექმნას. რა ვიცი, კომბინაცია ალბათ უფრო ხო, ანუ რა გააკეთა რუსეთმა, ანუ დახოცა ის, ვისაც იდენტობა უნდა შეექმნა, ნამდვილი ქართული და ქმნიდა ამას, ხო, ანუ ვინც იყო მოწინავე კულტურის სფეროში, ხო, ყველა აბსოლუტურად, ვინც ქმნის ეროვნულ იდენტობას. აი ხალხურ პოეზიაზე და იმაზე ავსაუბრობთ, ხო, ანუ ხალხურიდან უნდა დაიბადოს ეროვნული მათ შორის, ხო? როგორც ვთქვათ, ვაჟა-ფშაველა თითქოს ხალხურ მოტივებზე ქმნის რაღაცა უნივერსალურ და დასავლურიც აღარ ქვია, ხო, სამყაროულ უდიდეს ნაწარმოებებს, ხო? ამიტომ ხალხურის და ეროვნულის, ანუ ხალხურის და ვთქვათ ელიტურის კომბინაცია ქმნის ეროვნულ იდენტობას საბოლოო ჯამში. ეგ ხალხი მოკლეს რა, ხო, აბსოლუტურად გაანადგურეს, დარჩა რაღაცა X ხალხი. X ხალხი
ნაწილი კი არა, ინტელექტუალები არიან ცალსახად, ქმნიან ქართულ კულტურას, მაგრამ რაღაცა ჩარჩოში. აი ეს ჩარჩო იყო რუსული ჩარჩო, ხო? ანუ ამის კეთება აქამდე შეგიძლიათ მხოლოდ. ანუ თქვათ, რა ვიცი, სპორტი არის, მთასწრილებს უგზავნავდნენ რაღაც მარშრუტებზე წასვლას, იმიტომ რომ იქ უნდა გაემარჯვოთ რუსებს მაგალითად რა. ამიტომ სულ ქართული მთასწრილობა ცდილობდა რომ გზები მოენახა, როგორ ყოფილიყო ყველაზე მაგარი რაც იყო ფაქტიურად, ისე რომ ამ ჩარჩოებს მიახლოვებოდა ხანდახან გადაესწრო, მაგრამ ისე რომ ძალიანაც არ დასჯილიყვნენ და ანუ მაგ იმაში ჩარჩოში გიწევს ბრძოლა. ეროვნული იდენტობის აი ეს ქვაკუთხედები არის ჩვენი კონფორმისტების შექმნილი მათ შორის, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ პირობითად მოდი ესეთი შეკითხვა დავსვათ. ილია ჭავჭავაძის ეთიკა, აი რო წარმოვიდგინოთ, თერგდალეულების ეთიკა, ხო, რომელიც არის ცალსახად, რასაც დასავლური ეთიკა შეიძლება დავყოს. შრომა, ხო, პატიოსნება, რაღაცა სისტემური რაღაცა კავშირები და არა რაღაცნაირი ემოციური კავშირები სახელმწიფოში, საკუთარი პოზიციის გაგება, თვითშემეცნება და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი ქართული იდენტობა, რასაც ვარქვით, დგას ორ მითზე, ხო? ეს არის მითი რჩეულობის შესახებ, წილხვედრობის შესახებ, როდესაც მარიამ ღვთისმშობელმა აირჩია, რომ საქართველოში წამოსულიყო და მეორე არის მითი იმის შესახებ, რომ ქართველებს გვეძინა თუ კეიპობდით, როდესაც ღმერთი მიწებს ანაწილებდა. და საინტერესო რა არის, ორივე მითში ქართველების როლი არის პასიური. ანუ ქართველებს არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რჩეულები ყოფილიყვნენ და ქართველებს არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ საუკეთესო მიწა მიეღოთ დედამიწაზე. ორივე შემთხვევაში უბრალოდ ღმერთმა გამოიჩინა რაღაცა ისე ხო, სულგრძელობა, რომ აუ ამათმა დააგვიანეს, კეიპობდნენ და დააგვიანეს და მოდი მივცემ 60-ის იმას, ანუ საუკეთესო მივიღეთ იმის გამო, რომ მოიქეცით ცუდად. და მეორე შემთხვევაში ჩვენ, იმიტომ რომ თქვა ებრაელები როცა ამბობენ ჩვენ ვართ რჩეული ერი, მათ იციან რომ ეს რჩეულობა მოდის ა ブラ ამიდან. ანუ ა ブラ ამმა ისეთი რწმენის ისა აჩვენა ხო, დონი აჩვენა ღმერთს, რომ ღმერთმა თქვა რომ მე შენთან ვდებ ზავს და ვდებ იმას აღქმას, რომ აი შენი ხალხი იქნება კარგად, იმიტომ რომ შვილს კლავდი ჩემი გულისთვის რა. და შენ იქნები რჩეული ერი. და ებრაელებმა ეს იციან კარგად და შესაბამისად ეგრეც იქცევიან. და ჩვენ ვიცით ჩვენ შესახებ რომ სადღაც წილისყრა მოხდა, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვიყავით, უბრალოდ ამოვიდა ჩვენი სახელი სადღაც და ჩვენ გავხდით ეხა წილხვეთ. მე არ მომფრო ეს მითოლოგიები არ იმსახურებს იმას რომ იყოს ძალიან ლამაზი მითოლოგია არის და ბევრჯერაც სმენია და ვიცი რომ ბევრისთვის ძალიან ძვირფასი მითოლოგია არის და ამბავი არის, ხო, რომელზეც აფუძნებენ საკუთარ რწმენას, რაც დასაფასებელია, იმიტომ რომ ნებისმიერი რწმენა თუ ის ადამიანს გვრის რაღაც სულიერ სიმშვიდეს თუ სიამაყესაც კი მივესალმებით ორი ხელით, მაგრამ აკეთილ შობილებს, კი ბატონო. ანუ თქვა ვიღაცა თუ ამბობს რომ ჩვენ წილხვედრი ვართ, ამიტომ კარგად უნდა მოვიქცეთ, აი ეგ არის რასაც სულჯად მივესალმები, ხო? მაგრამ ამავდროულად დავფიქრეთ, ილია ჭავჭავაძესთან რატო არ არის ამ ამბებზე ესე გასმული, თერგდალეულებთან რატო არ არის ამ ამბებზე ესე ხაზგასმული? იმიტომ რომ მათი მითოლოგია იყო შრომის მითოლოგია, ის იყო რომ უნდა ბევრი ვიშრომოთ, უნდა რა ბანკი გვაქვს გასაკეთებელი, წერა-კითხვა გვაქვს სასწაული და როცა შენ ქმნი, ანუ ლუარსაბ თათქარიძე, ანუ კაცი რომელიც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ თავადია და მაინც საჭმელი აქვს, ნეგატიური პერსონაჟი არის. ანუ ილია ჭავჭავაძეს რო გეთქვა, რომ 100 წლის მერე ქართველები საკუთარ თავს ისეთ ხალხთან აიდენტიფიცირებენ, რომ კეიპობდნენ და ამიტომ მიიღეს კარგი რაღაცა, იტყოდა რომ ეს პარადოქსი არის. არ შეიძლება არაფერი არ აკეთო და მიიღო საუკეთესო. ილია ჭავჭავაძის ეთიკა ეგ იყო. მაშინ საიდან ჩდება ეს გაგება? და ზუსტად აქ შემოდის რუსულ-ქართული აი ეს რაც თქვი რა, ეს იდენტობა, რომ შეგვიქმნეს და გვითხრეს, რომ თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენი მთავარი სპორტი არის კეიპი, კარგი სიმღერა და ღვინო და ყვავილებში გარკვევა რატომღაც რა, ანუ აი უნდა ქართველი ერკვეოდეს ამ საკითხებში და დანარჩენი თქვენ არ მოგეთხოვებათ რა. ყვავილი ჩემი ამბავი ეგ არის, ადრეც მაქვს რა, მოყოლილი ტიპმა რაღაც პრაღაში სწავლის დროს მითხრა რომ რას შვები ხოლმეო შენ რა გონიო 8 მარტსო და მეთქი რა არ ვიცი რა შვები შენ 8 მარტს და მივდივარ რომ მოსკოვშიო ბაზარშიო და ქართველისგან ყიდულობ ყვავილსო. და მეთქი რატომ მიდიხარ მოსკოვში ბაზარში და ყიდულობ ქართველისგან ყვავილს. პრაღაში გითხრა? პრაღაში მეუნება ფილოსოფიას სწავლობს. არა, იქ ჩასულია ხოლმე ადრეგებს დედამისთან ამ დროს, რა ვიცი მე და. ხო და ანუ ტიპი მელაპარაკება, მე რომელიც ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობ რაღაცა ხო, ქართველი აკეთიკით და მეუნება რომ აი შენ ეხლა რო გელაპარაკები, რო იცოდე, რატომ მევასები რა? იმიტომ რომ აი ვარდებს ყიდულობთ მაგრა რა, ყიდით თუ რაღაცა რა. და მე სხვათა შორის ძალიან უცნაური ამბავია, ეგეთი მულტფილმი არის ძალიან კარგი სოთოში ატლანტიდა ქვია რა. ხო და რუსულად უყურებდი და ცოდვა გამხელილი ჯობს, ხანდახან რაღაცებს რუსულად უყურებ ხოლმე ხშირად. მე არ ვიცი ინგლისურად რა, აუ. არა, ინგლისურადაც, მაგრამ მოკლედ მაგაზე არ ჩავაჭიროთ, ეხა შეგიძლია სხვა გადაცემაზე ვისაუბროთ, რატომ მოხდა ასე.
და ატლანტიდაში მოდის ვიღაცა კაცი და რაღაც პერსონაჟები უნდა გავიცნოთ და უცებ იძახეს რაღაცა. ია გივი თუ რაღაცა გივი და მე თქვი ატლანტიდაში გივი არის პერსონაჟი დისნეის მულტფილმია სად მოგვაგნეს და პრადაიუ როზი და რაღაცებს იძახის და შევარდი ეგრევე Google-ში რომ მე თქვი ქართველი გაიჭი და იმაში რა დინამიტებს აფეთქებს რაღაცებს. ესეთი კაცია თმებია კარე და ულვაში აქვს დიდი. ვიცი. დავგუგლე და აღმოჩნდა ვიღაცა სანტორინი იტალიელი, ანუ ორიგინალში არის იტალიელი, უბრალოდ ულვაში აქვს და ქართველებმა რომ კი არა რუსებმა რომ თარგმნეს დუბლირებულად, ქართულად გამოიყვანეს რა, მარტო იმიტომ რომ ქონდა ულვაში და ყვავილებს ყიდის. აი ეგ რა, მაგიტო პასუხი რატო ვერ გვევით ყვავილებში. ხო და ეგ არის რა ჩვენი პრობლემა ეხლა როცა ვამბობ რაღაც უნდა მოვიშოროთ ჩვენ ახალი მითოლოგია გვაქვს შესაქმნელი და იქნებოდა კიდევაც რო არ დაგემალო რაღაც ელემენტები ამის მაგალითად ნახე ჩვენ მითოლოგიაში ეროვნულ მითოლოგიას ვამბობ და მითოლოგიას ვიძახებ სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ მაგრამ ამბები ჩვენ შესახებ რა ვინ ვართ ჩვენ რასთან ვაიდენტიფიცირებ და გადავირიე, როდესაც ხაშურში ეხა აქციების დროს ქალბატონი გამოვიდა თქვა რომ დიმიტრი ყიფიანი არის ჩემი თანამოქალაქე და პირველად იყო როცა გავიგე რომ ისი აწმყოზე საუბრობდა რა ის კი არა რომ ჩემი წინაპარი არის ან ჩვენ ვართ იმისი შთამომავლები თანამოქალაქეაო რომ იძახის და რო ხვდები რომ ეგრეც უნდა იყოს ჩვენ ვართ მაგათი თანამედროვეები რა და ეგ არის იდენტობის არ ვიცი უმაღლესი აღწერა ალბათ როდესაც შენ ამბობ რომ წარსული ვარ მე დღეს ეხა აქ აწმყოში რა ხო და აი ეგ ხალხი რა თქვა დიმიტრი ყიფიანი და სხვები რომ წარმოიდგინოთ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ მაგალითად ერეკლე მეფე იყო მთავარი მეფე ამას აკაკი ბაქრაძე აღწერს გენიალურად რომ კომუნისტებმა იმიტომ რომ რუსეთთან შეერთებას ყველაზე მეტად აბრალებდნენ ერეკლესო ანუ ყველაზე მეტ დამსახურებად ერეკლეს უთვლიდნენ რუსეთთან შეერთებასო კომუნისტებმა მონარქი აქციეს იდეალად ანუ უღალატესო ნიღაბი ჩამოიხსნესო ესე ამბობს კომუნისტი წესით მეფეს უნდა აგინებდეს და ვინაიდან შეხედეს რომ აი ქართველებში როგორ უთხრათ რომ რუსეთთან შეერთება კარგია ერეკლე მეფე და 93 წელს ყაზბეგში რომ მემორიალი არის ხო გუდაურიდან ყაზბეგის გზაზე უღელტეხილზე მაგის ძეგლი დადგეს შუაში ორი ეკლესიით ანუ 93-ში კომუნისტები დგავენ ეკლესიის მაქებარ ანუ ათეისტი სახელმწიფო დგას ეკლესიის მაქებარ მონუმენტს სადაც ამბობს რომ ერთ მორწმუნეობამ შეგვაერთა ჩვენ რუსები და ქართველები კომუნისტები ხო და წარმოიდგინე ეგ არის წერტილოვანი დარტყმა ჩვენს იმაზე რა მაგაზე მაგ მონუმენტზე კიდე გეტყვი მაგრამ წარმოიდგინე ქაკუცა ჩოლოყაშვილის როგორც პიროვნების შესახებ გავიგეთ ძალიან გვიან რა აი ეს 1924 წლის აჯანყება აბსოლუტურად მუყტარი ამბავი არის, ხო? ანუ ეს თავგანწირის ყველა ისტორია, რომელიც ჩვენ პირიქით გვაპირისპირებს და გვეუბნება, რომ ჩვენ კი არ ვიყავით ყოველთვის ის, ვინც რუსეთს შეუერთდა. ერეკლეს შვილი და ამას აკაკი ბაქრაძე აღწერს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი არის მიჩქმალული, აბსოლუტურად გამქრალი, იმიტომ რომ ერეკლეს შვილი, ერეკლესი რომელმაც რუსეთთან წესით შეერთებას მოაწერა ხელი, ირანში არის და ებრძვის რუსებს, იმიტომ რომ მათ გაგვეუქმეს სახელმწიფო. და ჩვენ ვიღებთ ერეკლეს როგორც შემაერთებელს და არ ვიღებთ ალექსანდრე ბატონიშვილს როგორც მეფეს, უფლისწულს, რომელიც იბრძვის ტახტისთვის, რომელიც მას გაუქმა რუსეთმა ზუსტად. ხდები და მაგალითად ის რომ ჩვენ ნელ-ნელა აი ქაკუცა ჩოლოყაშვილი იუნკერების შესახებ გავიგეთ, მარო მაყაშვილის შესახებ გავიგეთ და დღეს რო ეს ახალგაზრდები გამოდიან და ყველა ამ გმირს აქციაზე ხედავთ ჩვენ, ან მათ ციტატებს ხედავთ, ეს ძალიან გვიანდელი მოვლენა არის რა. აი ამ 30 წელიწადშიც კიდე გვიან მოხდა. შევარდნაძის დროს არ მომხდარა ეს. რეალურია ეს მებრძოლი ქართველის ანუ სისტემასთან თუ რეჟიმთან თუ რუსეთთან მებრძოლი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველის ხატი გაჩნდა გვიან, როდესაც ჩვენ რეალურად დავიწყეთ და ფასიც გადავიხადეთ თამაში 2008 წლის აგვისტოს სახით რა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ზუსტად აი როცა ვთქვით რომ ერთ წამს ჩვენ არ ვიქნებით მონები და არ ვიქნებით პერიფერია და ჩვენ რაღაცა გვეთქმის ამ სამყაროში მივიღეთ ის რაც მივიღეთ ისევ რუსეთისგან, იმიტომ რომ რუსეთიც მიხვდა რომ ჩვენ თუ გავაგრძელებთ ამ ამბების ჩვენ თავზე მოყოლას, რომ ჩვენ ვართ მართლა მაგრები, რომ ჩვენ მარტო ღვინოს არ ვყიდით ჩვენ კიდე შეგვიძლია რომ გია დვალი ყავს მაგალითად ხო და ჩვენ რა ვიცი უცხოეთში რა ვიცი პატა ბურჭულაძე ყავს და საერთოდ გვეთქმის რა რაღაც ამ სამყაროში და გვეთქმის ძალიან ბევრი და აი მაგას რომ მიხვდნენ რომ ჩვენ ნელ-ნელა სამყარო გაგვიცნობდა და ეგ იყო შანსი იმის რომ დავსყდოდით ხელიდან მოაწყო ისაც მოაწყო რა ანუ ეს რაღაცა რომ დავალაგოთ ხო ამიტომ ამ ჩამოქცევაზე როცა ვსაუბრობ მარტო ჩამოქცევა არ არის რა უნდა გადავიაზროთ ჩვენი საკუთარი თავი და მართლა ძალიან მახარებს აი ეს რომ ჩემი თაობისთვისაც აი ზვიად გამსახურდია ვინაიდან შევესწარი რა მეტნაკლებად სახში საუბრებს, გარეთ საუბრებს და აი ამ ამბებს ხო ჯაბა, კიტოვანი, ზვიადი, თენგიზი და ასე შემდეგ რაღაცნაირად ვერ დამკვიდრდნენ როგორც ისტორიის აქტორები რა. ანუ უფრო იყო ხალხი, რომელსაც ჩვენ შევესწარით. როგორც ალბათ გაგვიჭირდება რომ თქვა დღევანდელ აქტორებზე ისტორიულ პერსპექტივაში ვილაპარაკოთ ხო რაღაცნაირად, რომ ვიცნობთ რა მაგ ხალხს. ხო, მაგრამ
აქციაზე უცებ რო ხედავ, რომ აი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ციტატები, ვიდეოები TikTok-ში ბავშვები აზიარებენ, ბოლოზარზე ეხა რო შარშან რო ბოლოზარი იყო ერთმანეთს მაისურებზე ეხატათ, ხო, ზვიად გამსახურდიას სურათები ქონათ გამოტანილი და ხვდები, რომ ეგ არის ახალი მითოლოგია, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია ჩვენთვის რასაც არ უნდა ნიშნავდეს, მაგათთვის ეს არის უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლო, იმიტომ რომ ერთადერთი რასთანაც მათ დააკავშირეს ზვიადი არის გამოცხადება დამოუკიდებლობის, ხო? მუშტაწეული ზვიადი, რომელიც ამას ამბობს რა. შესაბამისად ისევ და ისევ მე მჯერა მაგის, რომ ეს ახალი ამბები ჩვენ შესახებ წამოსულია. ეხლა მთავარია წესიერად მოვყვეთ, დავალაგოთ და რა ვიცი, დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, იმიტომ რომ რაღაც თავისით ხდება, ხო, ამ რაღაცა დისკურსების შექმნა. მთავარია ხელი არ უნდა შეგვიშალოს და მანდ არის მთავარი პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ მანდ ვიგებთ კიდევაც, იმიტომ რომ მთავრობა ყველა შემთხვევაში ის ხარასაც უყურებთ, უნდა შეეცადოს მაგის შეჩერებას. ანუ მან უნდა გადაწეროს ისტორია. ამაგიტომ აქ თუ ატყობ კომუნისტების გასვლად ქართულ ოცნებას ერეკლე მეფეს კულტი ახლა შემოტანილი. მაგითო. ანუ კაცი, რომელსაც ხმალი არ ჩაუდია ქარქაში, ისე იმდროზე მტრებს, ყველაზე დიდ მიღწევად რუსეთთან იმას რა ქვია, შეერთებას უთვლიან და ამიტომ გამოიტანეს და ერეკლეობას ზეიმობენ და ვითომ ყველაზე მაგრა ახლა ჩვენი მთავრობის თუ არალეგიტიმური მთავრობის წევრები, აი ერეკლე მეფეზე ზრუნავენ. და სინამდვილეში იმიტომ ზრუნავენ, რომ ეგ არის ერთადერთი არგუმენტი, რატომ უნდა შეუერთდეთ დღეს რუსეთს, ხო? და მაგაში მაგრა აგებენ რა, იმიტომ რომ არც მაგ ამბებს ვიჯერებთ და უკვე ძალიან ბევრი გმირი ვიცით, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ამიტომ ეს რასაც ახლა ესენი აკეთებენ არის ანტიქართული თავისი არსით, იმიტომ რომ მიდის ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი თავის შესახებ ვიცით და არის ახალი რა, ანუ ახლად გადააზრებული. თორე სინამდვილეში ახლა ისე ამ საბჭოთა მენტალიტეტის რაღაცა იმაზე რო საუბრობთ, არის რაღაცა ჯგუფები, სადაც ეს უფრო მეტი არის, მაგრამ თუნდაც ის კულტურული და თუ გახსოვს ეგ ძალიან ლამაზი იყო წინა აქციების დროს ისინიც კი შემოვითვისეთ, რასაც მთავრობა გვაბრალებს, რომ ჩვენთვის უცხო არის, ხო? როდესაც ევროკავშირის და საქართველოს დროშით ქაშვეთის ეკლესიაში ხალხი იყო შესული და ლოცულობდა, ხო? იმიტომ რომ ამათვის ხო თითქოს ესე იყო წარმოჩენილი, რომ აი ეს ბოროტი, ურჯულო, ყველაფერი რასაც ახი უსამშობლოებს და რაღაცებს ძახიან ხოლმე და ვანახეთ, რომ პირიქით რა, ანუ არ არსებობს არაფერი ქართული, რაც ჩვენთვის უცხო არის, დაწყებული, თქვათ, რა ვიცი, ისტორიული ფიგურები, დამთავრებული რელიგიითაც კი. აღდგომაზე, რასილამაზეც ხდებოდა ქაშვეთის ეკლესიის წინ და არა მხოლოდ ზუსტად ამის მანიფესტი იყო. ამიტომ მაგის მჯერა, რომ მოვიგეთ უკვე მაგ ამბავში, ანუ რუსეთს მოვუგეთ მენტალური ბრძოლა, ჩამოშლილი არის ეგ საბჭოთა ამბავი, გასაფორმებელი არის და ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ აი ამ გაფორმების მომენტში ყავს ხალხი, რომელიც არის სათავეში, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამას და ცდილობს, რომ ისევ ყველაფერი მოაფრუნოს. ანუ გამორიცხული ამბავია, უბრალოდ დროს კარგავთ რა. ეს რაღაც უპასუხე, არანაირი პრობლემა. როგორ იწერება და თუ გინდათ Yes, hello. აგენტი რა, უცხოელები ურეკა. Make it quick, I'm in the middle of interview. მაკრონი ურეკა. მაკრონი დატოკაც ფრანგულად დაელაპარაკე. Do it on Friday, but I don't know, 8 o'clock they told me or 7 o'clock. ტრამპირო იყოს ახლა, მართლა ტრამპირო. Okay. ის რომ მე 20-მდე არა მაქვს არანაირი ძალაუფლება. Yeah. But I'm not sure, please check if you are going to. გითარგმნოთ თუ გესმით? Yeah, see you. ბალროგი აგენტი იყო? ჩემი თანამშრომელი არის, ენტონი. ხო და ეს ბოლო ეს რაც ხდება, მესმის რომ მე სულ სწრაფი ვარ და ბოლო კუდის მოქნება გონია? იმიტომ რომ ეგრე შეიძლება ვამბობდით ჩვენ, არ ვიცი. კი, ვამბობდით ყოველთვის. რომ აი ჟვანიამ როცა თქვა რომ მე ვარ ქართველი და მაშინ სადამ ევროპელი ვარ, იქა აქო, მაგრამ მაგარ რაღაცას გეტყვი სინამდვილეში ეს you shall not pass რაც არის, ხო, რომ აქ ვერ გახვალთ. არის no pasaran არის ესპანურად რა და ანუ რა პარტიზანების ბრძოლის თავარ სლოგანად არის ქცეული და პარტიზანობის მთელი მუღამი სამწუხარო არის ის რომ you shall not pass, მაგრამ პარტიზანი ვარ რა, აი როდის იქნებ სუსაფრთხეში ვარ, მაგრამ ვიბრძოლებ რა, ანუ ეგ არის რა. კუდის მოქნევებზე არ ვიცი, ეხლა ჩვენ თავარი არის რომ ეგ განვასხვაოთ ერთმანეთისგან სამწუხაროდ რაც არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ მაგალითად ბევრი ჩემი მეგობარი მეუბნება რომ აი დადგა 21 წელი. დღეს ქალბატონო ზურაბიშვილმაც ეგ თქვა რომ აი 21 წელი არის. რატო? იმიტომ რომ რუსეთი არის გამძლავრებული, ჩვენთან მიმართებაში გააქტიურებული და რა ვიცი, გვიპყრობს რა ჩვეულებრივად, ხო? ანუ რაღაცა ხალხი ყავს თავისი მართლობაში, რომელიც ცდილობს რომ გაგვარუსოს. მაგრამ არსით მე 80-იანების წლების ბოლომდე ხო და ეგ არის რა მუღამი რა, რომ ჩვენ
პარალელები უნდა ვავლოთ, მაგრამ იდენტობას ვერ აღმოვაჩენთ იქ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ბრძოლის რა ეტაპზე ვართ ახლა ამ მომენტში რა, ანუ კუდის მოქნება იქნება თუ არ იქნება. ერთი რაც ზუსტად ვიცით, კუდის მოქნება ნიშნავს ბოლო გაბრძოლებას ახალი სტატუს კოს შექმნამდე რა. ნახე, ბრძოლის ეტაპები ხო არის და არის კიდე ფაზები, ხო? დასაწყისი და დასასრული. მაგალითად, რა ვიცი, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და დასრულდა. მაგრამ დასრულდა რა და მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, როგორ ვიცით, კაპიტულაციით ვიცით და მე რაღაც ახალი ხდება. აი ეს ახალი წესრიგი არის ახალი სტატუს კო, რომელიც ცოტა ხანი კიდე გრძელდება. ანუ ეგ განაპირობი არის მთელი კაცობრიობის ისტორია. დაალაგდნენ ერთმანეთში თქვა სპარსეთი და ვიღაცა ბიზანტია თუ თქვათ რა ვიცი არაბეთი და ჯვაროსნები და ცოტა ხანი დაალაგდნენ, ომი არ არის, მშვიდობა ქვია მაგ პერიოდს. მშვიდობიანობა დავარქვათ რა. მე ისევ აირევა რა და აი ეგ ფაზები, წვავე ფაზები არსებობს, ნაკლებად წვავე ფაზები. ჩვენ ეხლა რაც ვიცით არის რომ უკრაინის ომმა არია ძველი სტატუს კო. არია თავიდან ბოლომდე. როგორი იყო სტატუს კო, ჩვენთან მიმართებაში იყო რომ რუსეთი შემოდის, მოკლავს ჩვენს მოქალაქეს და ქართული სახელმწიფო ამბობს რომ აი მეორჯერ აქნათ თუ რაღაცა ამბობს ადამიანის პირით რომელიც ხასთან არ არის ნამყოფი. დამყოფ ხასთან არ არის ნამყოფი საერთოდ რა. პრემიერი ქვია, კობახიძეზეა საუბარი, პრემიერი ქვია და ვალდებულათაც ართვის საკუთარ თავს რომ ანუ ეხა ხო ვიცით რომ მისთვის მოქალაქე არ არსებობს რა, საქართველოს მოქალაქე არ არსებობს, თავისიანები არსებობენ, ვისაც ფულს უხდის მორჩა. ანუ ზრუნვის დონეზეც აი რაღაც ფოტოსთვისაც არ ჩადის, რომ თქვას რომ მე ჩემი ყველა მოქალაქე არის, თან ამას აკეთებს პარტია, რომელიც იგივე კობახიძის პირით ამბობს რომ ჩვენ დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და აფხაზეთსაც ვიცით რომ აბსოლუტური ტყუილია, იმიტომ რომ უკვე არსებული დაჩაგრული ხალხის გვერდით არასდროს არ დამდგარა საზღვართან, ხო? ეგრეთ წოდებულ საზღვართან. ამიტომ ამ სტატუს კოში ჩვენ ვწირავთ ჩვენს მოქალაქეებს, ხო? გინტური იქნება ეს თუ ტატუნაშვილი იქნება და დრაკონივით აი ეს მსხვერპლი უნდა ვაძლიოთ რა. და შედეგი არ არის რა. აი როგორც მართლა მინოტავრთან აგზავნის ათენი ამ თავის ახალგაზრდებს და რავი, ყველა ეგრეა, ფასი არის, რომელიც უნდა გადაიხადო რა. აი ჰობიტი რითიც იწყება, რომ დრაკონი არის, ოღონდ ძინავს და ჯობია რომ ეს დრაკონი ჰარი პოტერის ის არის, სლოგანი არის ჰოგვორტსის არ გააღვიძო მძინარე დრაკონი რა მაგალითად რა. ანუ უნდა იწვეს. აი მაგ ფაზაში ევროპაც თავის როლს თამაშობს. ისიც დრაკონს აჭმევს რა. ანუ აი მოკლა ისევ საქართველოს მოქალაქე რა ვიცი, ომს ხوار დავიწყებთ. აი ჩვენ ვართ ძალიან შეშფოთებულები და თუ გახსოვს ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება სულ იყო ხოლმე, რომ როდემდე უნდა აღშფოთეთ, ქენით რამე. მაგრამ ანალოგიური ამბავი რაღაც მომენტში სიტყვა აღშფოთებას, შეშფოთებას უკვე ეღიმებოდა ხალხს თუ გახსოვს. კი, ხო და მაგას ანუ უკვე ჩვენთვის იყო ეგ იყო ნიშანი, რომ არავინ არაფრის შეცვლას არ აპირებს რა. და რუსეთმაც ეს იცოდა სამწუხაროდ და ივანიშვილმაც იცოდა, რომ ევროპელები არაფრის შეცვლას არ აპირებდნენ. ანუ მაგ თამაშით თამაშობდა ყველა, აბსოლუტურად ყველა აქტორი. რა მოხდა? როგორც ყველა დანარჩენ სტატუს კოების შეცვლის და ომის დაწყების თუ ფაზის შემთხვევაში, გამოჩნდა ვიღაცა, ვინც თქვა, რომ მე არ ვითამაშებ თქვენი სტატუს კოთი რა. და ეს იყო უკრაინა. კონკრეტულად ზელენსკი რა. იმიტომ რომ სტატუს კოს შენარჩუნებისკენ ამერიკაც კი მოუწოდებდა, როცა ეუბნებოდა, რომ დაგესხმებიან და აგერ თვითმფრინავი არის რა. ზელენსკი რო ჩამჯდარიყო, წასულიყო, მორიგი მსხვერპლი იქნებოდა უკრაინა რუსეთისთვის და ის დრაკონი გააგრძელებდა ძილს. მე რა იქნებოდა კიდე ცალკე საკითხია და ეს არის ტიპი, რომელსაც თქვა რომ არა რა, თქვენი წესებით არ ვითამაშებ რა, თუ საბრძოლოა ვიომოთ რა. და დაიწყო უკრაინის ომი. მაგან შეცვალა მთელი სტატუს კო, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, ყველა დიდმა სახელმწიფომა დაიწყეს შეიარაღებაზე ფიქრი, რაც აქამდე არასდროს არ ყოფილა, ხო? კოალიციების ჩამოყალიბება, რაც აქამდე არასდროს არ ყოფილა. გადაიაზრეს, რომ ნატოს ჯარი არ აღმოჩნდა ისეთი მძლავრი, რომ თქვათ მომავალ საფრთხეებს ისაქნას ფინეთი გააწევრიანეს ნატოში. ანუ ბევრი რამე შეიცვალა აბსოლუტურად. ამ ცვლილებაში შედის რუსეთის დასუსტებაც, ისევ და ისევ და აქ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ ახალი სტატუს კოს დადგომისთვის მომზადებულიყო რა. ახალი სტატუს კო როგორ დგება, როგორც მაგალითად ოსმალეთმა წააგო პირველ მსოფლიო ომში და უცებ გამოთავისუფლდა მისი დაპყრობილი სახელმწიფოები აბსოლუტურად სხვაგან. ხო? აი როგორც რუსეთი წააგებდა უკრაინაში, ჩვენ გქონდა შანსი, რომ ამ დროს მოლაპარაკების მაგიდაზე მისულიყავით ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო და გვეთქვა, რომ ჩვენ ხო, რა ვიცი, თქვენ პარტნიორები ვიყავით, აი სანქციებს ხო ვიყავით შეერთებულები და ეხა ხო წააგო რუსეთმა და მოდი, როცა დონბასზე და იმას დაილაპარაკებთ, აუცილებლად უთხარით, რომ აფხაზეთიც უნდა რაღაცნაირად დაგვიბრუნოს და უკან წაიღოს ის. მოლაპარაკების ნაწილი უნდა გამხდარიყავით. მაგრამ ესენი მუშაობენ ძველი სტატუს კოს მიხედვით რა. და აი ეს ბოლო მოქნება, რატომაც ფიქრობ, რომ არ არის ბოლო მოქნება. იმიტომ რომ ჩვენ მიბმული ვართ, გინდა არ გინდა რა მოხდება, არ მარტო ჩვენ ხომ მთელი ეს ევროპას და ასე შემდეგ რუსეთთან. რუსეთისთვის ეს არ არის ბოლო მოქნება რა. რუსეთი ეხა უნდა განადგურდეს და დამარცხდეს ისე,
რომ აღარაფერი აღარ კონდეს მოსაქმნები. აი ეგ არის ჩვენი თუ ეგ არ მოხდა, ნიშნავს რომ უბრალოდ ომი გრძელდება უსასრულოდ. რა ახალი ცივი ომი არის და რა ვიცი, მაგ შემთხვევაში არავინ მატრახს არ მოგიქნევს, უბრალოდ გადაკლაპავს ან რაღაცა სხვა შეიძლება სცენარით განვითარდეს, ხო? მაგრამ მაგიტო ჩვენ ფიქრობთ და ეხლა რასაც ვემზადებით არის რომ შეიძლება რაღაცა ფაზაში ვართ, ბრძოლის ფაზაში ვართ. ჩვენი ამოცანა არის ახალი სტატუს-კვოს, ანუ მშვიდობის მიღწევა და ამ მშვიდობაში ჩვენ იმ დროისთვის უნდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი და იქიდან მე აღარ ვფიქრობ, რომ იქნება პრობლემური ჩვენი არსებობა, ან თქვათ დასავლეთისთვის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის, როგორც პრობლემური სახელმწიფო. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს მოგვარებული ყველა კონფლიქტი, რაც გვაქვს ეხლა ამ ეტაპზე. მხოლოდ მაგ შემთხვევაში იქნება ეს საბოლოო ფაზა ჩვენთვის. თუ ჩვენ ახალ სტატუს-კვოში ისევ შევედით აფხაზეთით და სამაჩაბლოთი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა დავიტოვეთ რაღაცნაირად, რომელიც სამომავლო კონფლიქტის წყარო შეიძლება გახდეს რა და მაგით მშვიდობას უბრალოდ ვერ მიაღწევ რა. ამიტომ ჩვენი პირობა უნდა იყოს საბოლოო მშვიდობა ყველა კონფლიქტის მოგვარებით რა. ამიტომ ნახავთ, ისევ და ისევ ჩვენ მაგას გავარკვევთ, როცა ყველაფერი დამთავრდება. აი ეს ახალი სტატუს-კვო დადგება, მე გადმოვხედავთ და ვიტყვით, რომ რუსული კანონი იყო ბოლო მოქნება. ან ვიტყვით, რომ აი დეკემბრის დარბევები იყო, ან კიდე იანვრის კაცმარიცის რა, ხო? აი მე შევაფასებთ, რომ თურმე ეგ იყო ის ფაზა. მაგრამ დღეს ამის თქმა არ შეგვიძლია. ამიტომ რახან არ შეგვიძლია, ერთადერთად უნდა ვაკეთოთ ყოველ დღე გიჟებივით გავაგრძელოთ ბრძოლა. იმის გათვალისწინებით თუ არ ვიცით ხვალ რა იქნება რა უბრალოდ და არც ველით იმედიც არ გვაქვს რომ ხვალ იქნება რა უბრალოდ უნდა მოვიქცეთ ისე რომ როდესმე იქნება რა შეიძლება ხვალ შეიძლება არა ხვალ იცი რა ბოლო პერიოდში არ ვიცი ეს რომელი პროპაგანდის ნაწილია და ვის მიერ არის წახალისებული მაგრამ ამ ორკესტრირებულობის და გამო ეჭვი მაქვს რომ შეიძლება შემოგდებული ამბავი იყოს რომ აი TikTok-ი იქნება თუ რაღაცა ესეთი ოდნავ მოძველ ბიჭო, ცოტა ყელზე ვენებ დაბერილი ტიპები ამბობენ, რომ მე არ ვარ არც აზიელი, არც ევროპელი, მე ვარ კავკასიელი, თუ ქართველი ზოგ შემთხვევაში. არავითარი მაშასადამე. ხო, არავითარი მაშასადამე. და მე არც ერთი ბატონი მინდა, არც მეორე ბატონი მინდა, მე მინდა რაღაცა. ცხადი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩემთვის შინაარს მოკლებულია ის რომ თუ შენ არ ხარ ძლიერი შენი ფასეულობით და ღირებულებებით ახლოს მდგომი ძლიერი მოკავშირეების ნაწილი კი არა და მათთან მოკავშირე გამოდის რომ მარტო ხარ რუსეთთან რაც აპრიორი ნიშნავს გადაყლაპვას კი და მე ვამტკიცებთ ხოლმე რომ არა ჩვენ აი ვეფხისტყაოსანი გვაქვს ჩვენ საუკუნების წინ გავაკეთეთ არჩევანი იმიტომ რომ არჩევანის თავისუფლება ავირჩიეთ და ასე შემდეგ და რაღაც მიზეზებს ვასახელებთ რატომ ვართ ჩვენ ევროპის ნაწილი მაგრამ ზოგ შემთხვევაში ჩვენ თუნდაც ვერ ვხვდებით რა რატო ვართ თითქოს წინათ გრძნობა გვაქვს თითქოს რაღაცა მეხსიერება იღვიძებს და ეს გვათქმევინებს და ბევრს უსვამ ხოლმე ამ შეკითხვას და ყველა სხვადასხვანაირად პასუხობს შენი აზრით მე მწამს ამის რო ეგრეა. შენი აზრით რატომ ვართ ამ ევროპული ღირებულებების და ცივილიზაციის ნაწილი? შენ მოსწავლეებს რას ეუბნები ხომ? ავი ძალიან ბევრი ფიქრი და აზრი შეიძლება მაგაზე ჯერეთი რაღაცა ძირითადი მონაკეთს უნდა პირველი ყველაზე ხა რაც რო თქვი რომ საუბარში ვიაზროვნოთო ეგეთი ამბავი არის რაღაცნაირი ხალხი ვართ აი თუ დააკვირდები გიჟდებით ყველაფერ ხარისხიანზე. აი ორგანულად გიჟდებით ყველა. ხო ძალიან ცოტა ხალხი ვართ, ზოგადად 3 მილიონი სხვასთან შედარებით, მაგრამ ყველა უცხოელს მაგას აღნიშნავს, ხო, რანაირი ხალხი ხართ, ხო? ანუ რაღაც როგორ გვაცვია, როგორ ლაპარაკობთ, როგორ მღერით, ანუ აი დაახლოებით აი არ დაიდარდოში რომ თავადის კაცი რო ხო იცი აი რომ მოდის და მოაქვს რა ამაყი ხალხი ვართ ასე ვთქვათ რა და ჩვენ რომაზია ლევანზე სერგო ზაქარიაძეზე არა ლევანის სიძე რო უნდა გახდეს და სამწუხაროდ რო დუელში გარდაიცვლება რა აი კარებში რო შედის გვერდულად იმიტომ რომ აი მისი მეობა არ ეტევა ერთ კარში აი ეგეთი ხალხი ვართ რა და აი როგორ წარმოვიდგენია რომ ალექს ხო ალექსის საწყალი ქალი მე ტირის მატარებელში და მან რო დააკვირდე ხო რა გვაქვს ალტერნატივა აი როგორ წარმოგიდგენია შენ ქართველი რომელიც მოიხმარს პროდუქტს რომელიც არ არის საუკეთესო აი ან იკეთებს რემონტს რომელიც არ არის დღეს საუკეთესო ან როგორ რა ვიცი მე ფილმს უყურებს თუ ასე შემდეგ ანუ ჩვენ ახან ვიცით რა არის კარგი და ორიენტირი იქით გვაქვს გვინდა რომ ვიყოთ მისი თანაზიარი და თანამონაწილე ძალიან კარგად ხვდებით ყველანი ინსტინქტურ დონეზე რომ ევროპა არის ჩვენ კარგ ცხოვრებას დავარქვით ევრორემონტი
ხო? ძალიან მარტივი ამბავი არის. ანუ მე როდესაც პირველად ჩემ მეგობარს უთხარი, აი, ვა, მშვენიერი გერმანია, რა კარგი ევრორემონტიო და ბას, ბატონო, უკაცრავად ბოდიში რას გულისხმობთ? კი ევრორემონტი, ხო? ვერ ჩაუშალე და მე მივხვდი რომ რას ვიძახი საერთოდ, ხო? ანუ რას ვლაპარაკობ? უბრალოდ კარგ ცხოვრებას დავარქვი ევრორემონტი. ანუ მან მაგის გამოგლეჯვა ეხლა სერცეგულიანი. გახსოვს ეგეთი მან. სიტყვას კარგად ვიფიქრეთ ხო? ეხლა დღეს უკვე ნელ-ნელა ამბიცია გვაქვს რომ ხო რაღაც ეს უკვე სტანდარტია რა, ჩვენთვის სტანდარტი არის რა, მაგრამ ევროპული სტანდარტი არის. ევროპული სტანდარტის ცემენტი ეგეთი რეკლამები არის. ანუ ვიცით რა ხარისხი რაც არის და ჩვენ მხოლოდ ის გვინდა. ეგეთი ამპარტავნებას არის პოზიტიური ამპარტავნება დავარქვათ ამას რა. მეორე რაც არის უფრო ფუნდამენტური, რა თქმა უნდა ეს ნახევრად ხუმრობით იყო თლიანად. და ეს ფუნდამენტური ამბავი არის ის, რომ ჩვენ გვავიწყო პირველი რაც ვეუბნები, რომ გეოგრაფიულად მაგალითად ჩვენ ევროპა ვართ რა. და ეს შეიძლება უცებ დაგაბნიოს, იმიტომ რომ რაღაც გეოგრაფიულად ვიცით, რომ სხვადასხვანაირად იყოფა აზია, ევროპა და ის, მაგრამ საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი ჩვენ გვაქვს გატარებული ევროპის უშუალო სამეზობლოში. ბიზანტიის იმპერია იყო ჩვენ საზღვარზე. უშუალო საზღვარზე. მეტიც ჩვენ მიწებს გვედავებოდა ხოლმე, ხო? კურაპალატების დროს ხან დაგვითმობდნენ ტაოს ნაწილს, ხან არ დაგვითმობდნენ. მოკლედ ბიზანტიასთან ჰქონდა ჩვენ არა ისეთი ურთიერთობა, რომ აი რატომღაც სულ ევროპასთან ურთიერთობას სულხან საბათი ვიწყებ, რომ გადაცურა ზღვა და ჩავიდა და გადაიარა ჯერ ის მტრული სახელმწიფო რაღაც შორს უნდა წასულიყო, ხო? და სინამდვილეში ჩვენ ისტორიის რაღაც ნაწილია გვერდზე ჰქონდა ევროპა, ანუ გვერდზე ჰქონდა ბიზანტიის იმპერია. მთელი თავის დიდებულებით რა, არქიტექტურით, კულტურით, აგერ ტრაბზონში გადადიხარ და ისეთი მონასტერი დგას, ისეთი ეკლესია დგას, რა ვიცი, ჯვრის მონასტერს მაგონებს, მაგრამ ნუ მაგ კულტურის ნაწილი ვარ თავიდან ბოლომდე, გეოგრაფიულადაც თუ რაღაც ეპიზოდს აიღებ რა. ამიტომ ჩვენთვის ეს შორეული ამბავი კი არ არის, რომ რაღაცა ევროპაში ჩასვლა და ასე შემდეგ, არამედ ჩვენ ვიყავით ევროპის სამეზობლო. ეს შეუძლებელია. ეგოს ისიც ვხანს, რომ ჩვენ ვართ რაღაც უკიდურეს აღმოსავლეთში ბოლო. მაშინ არ ვიყავით ბოლო, ანუ ჩვენ თუ მივხვდებით, რომ არ ვიყავით ბოლო, ანუ ჩვენ როგორ არის, ისე მაგალითად მაგის აღქმა იწყება დავით აღმაშენებლიდან რა. როცა ვამბობთ, რომ აი იქ არიან ჯვაროსნები, შუაში არის სასულთნო და აქ რაღაც არაბები და აი საქართველოს სადღაც იქით კუნძული. ხო, ეს დავითის დროს რა, მაგრამ სინამდვილეში რაღაც ეტაპზე არ ვიყავით ჩვენ სადღაც შორს კუნძული, კი, შეიძლება ბოლო სახელმწიფო ვიყავით საზღვრის თვალსაზრისით, მაგრამ არა, მე გულისხმობ როგორც ვიცავთ როგორც დამსე, ხო, კი ბატონო, ხო, ბასტიონი რა სიტყვაზე რა. ამიტომ ჩვენთვის ევროპულობა დღეს კი არ დადგა ეს არჩევანი. ყოველთვის იდგა, იმიტომ რომ ყოველთვის საქართველოში ახალი დამპყრობლის გამოჩენის, ანუ აღმოსავლეთიდან ახალი დამპყრობლის გამოჩენის შემთხვევაში და მე უკვე ჩრდილოეთიდან ეს დებატი სულ იმართებოდა ხოლმე 19 საუკუნეში, მე-19 საუკუნის ისინი მაგ ნაწარმოებები მაქვს ევროპა თუ აზია, ესე ქვია წიგნს. კრებული არის, როგორ სხვადასხვა ავტორები ამბობენ, რომ აი ჩვენ უფრო მაინც აზია ვართ, თუ ჩვენ მაინც უფრო ისა ვართ, ხო, რა ქვია, ევროპა ვართ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს დებატი ღია არის, რაც საქართველოს მგონი არსებობს და რაღაცნაირად კულტურულად დიდი ნაწილი ამ საქართველოს მიიჩნევს თავს ევროპის ნაწილად. ოღონდ ღირებულებებზე როცა ვსაუბრობ, მან მაგიტომ უნდა ვთქვა, რომ ეს ღირებულებები თავსმოხეული კი არა, ჩვენი ორგანული ღირებულებები არის რა. ის რასაც ვეძახით ჩვენ უნივერსალურ ღირებულებას. სინამდვილეში ევროპაზე როცა ვსაუბრობთ, არის ანუ კაცობრიობა, ეს ევროპა არის ნაწილი კაცობრიობის, რომელიც მიხვდა, რომ ომს ჯობია მშვიდობა. რომ პატიება ჯობია შურისძიებას, ხო? და რომ ყავის დალევის დროს ჯობია თითით არ მოურიო და კოზით მოურიო. აი, ბევრ რაღაც კომფორტი, მორალი, ღირებულებები, ყველაფერი და საუკეთესო რა. აი ამ მიხვედრაზე დგას ევროპა. ნებისმიერ ადამიანს ევროპაში ჩადის ზუსტად მაგას ხედავს. შენ შეიძლება ქრისტიანობას დაადო ხელი, რა თქმა უნდა, პირველი დეფინიცია ევროპის არის ქრისტიანული კულტურა. ნუ ბერძნული ფილოსოფიამ, თქვათ, რომაული სამართალი, ქრისტიანული რელიგია. ხო, აი ამან შექმნა ეს კლასიკური დეფინიცია რა არის ევროპა. ხა ჩვენთვის არც ბერძნული კულტურა, ფილოსოფია არ არის უცხო, ხო? ივანე პეტრიცები და გელათი და იყალთო ქონდა. რომაული სამართალი, ნუ ეხლა რომის იმპერიაში იყავი, მაგრამ სამართალი დღეს ეხლა ჩვენ ყველანი რომაულ სამართალს მინდევრები ვართ, ოღონდ ეს რაც დღეს ხდება სამართალთან საერთოდ აფერშია. მაგრამ ხო, მურუსიძის სამართალზე არის საუბარი და ქრისტიანობა, ხა ქრისტიანები რომ ვართ ესეც ახლა არც ღირს ამაზე საუბარი. ამიტომ ღირებულებისთან ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ რა. მაგრამ მაგის გარდა, რასაც ევროპაში ვხედავთ, არის ეს ღირებულებები თარგმნილი ყოველდღიურობაში რა. აი ეს ღირებულებები ყოველდღიურობაში და მოდი მან ცოტა გაბედულები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მიუხედავად იმისა, რომ სავსე არის ჩაგვრით, მაინც მიდრეკილი არის აი ამ მოწესრიგებისკენ და მიდრეკილი არის, რომ რაღაცნაირად ამოვაგდოთ ეს ჩაგვის ელემენტები ყოველდღიურობიდან და გადავიდეთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ანუ ყოველდღიურობა გავხადოთ ქრისტიანული, მაგალითად რა. ძალიან პატარა დეტალია, რომელიც ჩემთვის იყო ეს სინათლის ნაპერწკალი, სანამ ესენი ამ ჯოჯოხეთს მოაწყობდნენ და ვფიქრობ, რომ აი ამ ელემენტმა განსაზღვრა, რომ ვერ აკეთებენ იმას, რაც ბოლომდე უნდათ.
სადღაც 2 წელი ბოლო ვატყობ, რომ როდესაც ადამიანს უთმობ მანქანა, ის რაღაც ატარებ რა, რომ ჩადგება იმას ავარიულს რთავს ხოლმე მადლობის ნიშნად რა. და პირველად რა ინთო რაღაც ხო რაღაც დაეჭირა შემთხვევით ან რაღაც გაფუჭებული ხო არ არის. მე ხვდები რომ დავიწყეთ ნელ-ნელა ადამიანებმა მადლობის გადახდა დათმობის შემდეგ რა. და ეს არის უკვე ეხლა დღეს არის ჩვეულებრივი აქტი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი აქტი. ეს თავიდან მაქვს ნანახი ტრაილერის მძღოლები, თქვათ გუდაურის გზაზე ან დასავლეთის გზაზე, ეგრე განიშნებენ ხოლმე, რომ ჩემ წინ არავინ არ არის გადი მაგალითად სიმციმას გირთავენ ხოლმე და თუ ეგაგინთო ის ხედავს გზას მე ვერა. ანუ ეგ კომუნიკაცია ადრე მანდ ნანახი მქონდა, მაგრამ ქალაქში თბილისში, სადაც აი ვიცით როგორი ისა ვარ დათმობა რო ჩვენთვის სირცხვილი არის, უცებ მანდ ეგეთი რაღაცა ხდება და მანდ მაგდომ შეიძლება უმნიშვნელო დეტალი არის, მაგრამ ჩანს ჩვენი ცვლილება, რაღაცნაირი ცვლილება, რომ ეს მოგწონს და გვსიამოვნებს და მადლობის გადახდა იმიტომ ადრე თუ გამოღვიძება. იმიტომ თუ ამბობთ რომ ყოველთვის ვიყავით. კი. მაშინ ანუ იოლად მიიღება მაშინ მაგალითად. ისე აქ ერთი ის უნდა თქვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სწორი შენიშვნა იმის გათვალისწინებით რაც აქამდე ვილაპარაკეთ, რომ გამოღვიძება. რამდენი ხანს გისწორო ეხლა შეცდომა. ბოდიში რამდენი საჭირო. აი ეს კულტურული ჩვენი ძირი რაც არის, იმის ზემოთ ამოწევაზე არის ეხლა აქ საუბარი. ხო მე უბრალოდ ყოველდღიურ ურთიერთობას ვამბობ, მაგრამ ხელოვნებას დააკვირდი და რომელ სფეროს არა რა. და აქ ერთი აი საქართველოზე ვამბობდით და მე ვფიქრობ ყველაზე ძირეული ეს მოხდა რა. ილია ჭავჭავაძე კაცი ადამიანი რო წარმოიდგინო რა. ილია ჭავჭავაძე ნაწარმოებს კაცი ადამიანი მაგალითად ხო? კითხვის ნიშანი ძახილის ნიშანი ბოლოს. აი როცა ამას კითხულობ კაცი ადამიანს სათაურს რა. შენ სად იმყოფები როგორც მკითხველი? მე მეკითხები? შენ გეკითხები კონკრეტულად. აი კაცია ადამიანი? აი შენ როგორც მკითხველი სად ხარ? დამკვირვებელი ვარ ამ ყველაფრის შემფასებელი თუ ამას გულისხმობ, ხო? შენზე აპირებ რომ წაიკითხო თუ არ აპირებ რომ შენზე წაიკითხო? კაცია ადამიანი? კარგი კითხვა. და კიდე რა გაიხსენეთ, ის სკოლაში როცა ამ ნაწარმოებს გადიოდით ხოლმე ბოლოს რას ამბობდით ხოლმე ლუარსაბზე რა, იმიტომ რომ მე ვიცი სკოლაში ეხაც მაგ შეხება და მე გადასარევი მასწავლებელი ყავდა, ნესტან კუბლაშვილი, გადასარევი და მსგავს რაღაცებზე გვიფიქრია. მაგრამ მე მაინც ალბათ უფრო დამკვირვებელი ვიყავი თავის საკუთარ თავს არ თუმცა იმასაც აღარ მინდა თუმცა ზდეკ იმიტომ რომ უკვე საკმარისი არის რომ გავაგრძელოთ ფიქრი საინტერესო რა არის რომ სულ ეგ აქვს რომ აი ისე ჩემი ქართულის მასწავლებელი ბრწყინვალე ადამიანი, მაგრამ ზოგადად როგორ ისწავლება კაცი ადამიანი არის, რომ აი ვიღაცა ლუარსაბი, ხო, შენ აქეთ ხარ და იქ არის ლუარსაბი, რომელიც არის საშინელება და ილია გეკითხება, რომ აი ეხა ეს ადამიანია, აი ეს რაღაცა რა და შენ და ილია ერთად ხართ. ანუ ილიაც ამპარტავანი კაცი არის რა. ილიაც ეგეთ ვარ. მე და ილია რო ერთად ვართ. კი, ეგრე უნდა იკითხო. ოღონდ ცუდ ადგილას ხართ. აი აკრიტიკებთ რა ვიღაცა ადამიანს, რომელიც არის ლუარსაბი, აკრიტიკებთ. აი მან დარ გეთანხმები. უყურე, აპატიე? მითხარი? თუმცა მეთქი რომ თქვი, მაგიტო ამბობდი. მე ყოველთვის მქონდა განცდა, რომ რამდენადაც ამათრახებს, ხო, ეს სიტყვა გამოვიყენოთ. იმდენადვე უყვარს ჭავჭავაძეს. მაგას ამბობს კიდევაც, მაგრამ თუ გახსოვს შესავალში და ბოლოში თუ არ ვწდები, ამბობს რომ ეს არის სარკე. კი. ხო და ეხა სათაური და ეგ აცდენილია ერთმანეთთან, რა, იმიტომ თუ სარკე არის, მაშინ კაცი ადამიანი, მაგრამ თუ შეუძლებელია რომ სათაურზე არ იფიქრო, სათაურია. მუღამი რა არის, რომ პირველ გამოცემას ქონდა წერტილი ბოლოს. კაცია ადამიანი, წერტილი. აჰა. წერტილი. და ესე გაგებული არის აბსოლუტურად სხვა და ემთხვევა უკვე შესავალს რა, როცა ადამიანი რომ თუ პროლოგს ხო რომ ანუ მე ახლა გაჩვენე რაღაცა წერია რომ ყველაფერი შესავლით უნდა და ხო და ბოლოში ამბობს რომ აი თუ გეწყინა ბოდიში, მაგრამ სარკეა. ამას რომ ამბობს იქ უკვე შენ ლუარსაბთან ერთად ხარ და არა მისი დამკვირვებელი არ ხარ რა და წარმოიდგინე წერტილიანად წაკითხული კაცი ადამიანი ნიშნავს რომ ეს ავტორი გეუბნება რომ ლუარსაბი ხარ შენი პოტენცია რა. შენ შეიძლება იყო ლუარსაბი და ერთი ლათინური გამონათქვამი არის რომ არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. ძალიან მაგარი გამონათქვამი, ძალიან მიყვარს ზუსტად იმის გამო რომ ჩვენ ადამიანები მიდრეკილები ვართ რომ მარტო კარგი მივიწეროთ ჩვენზე როგორც ადამიანზე. ადამიანი კოსმოსში გაფრენა. ძალიან მაგარ ეპიზოდს გაგახსენებ და მე დაუბრუნდები, მე რობოტში არის ეგეთი სცენა რა, აზიმოვის თუ არა, უფრო ფილმში იმისი რა ქვია, უილ სმითი თამაშობს და დაკითხვაზე მიდის და ის რობოტს აქვს პრეტენზია რომ სულიერია რა. და უილ სმითი ეწინააღმდეგება ამ იდეას და ეუბნება რომ შენ ხარ რობოტი, შენ არ აქვს სიზმრები, არ გაქვს სული, არაფერი არ გაქვს და ის რობოტი მაინც თავისას იმაშობ. და ამ დროს ეს უილ სმითი რომ შენ შეგიძლია სიმფონია დაწერო, შენ შეგიძლიაო რომ ისეთი ლექსი დაწერო, რომ აატირო ხალხიო და რაღაცებს ჩამოუთვლის და რობოტი უსმენს და ეკითხება რომ შენ შეგიძლიაო?
და არის პაუზა. როდესაც ვილ სმიტი ხვდება, რომ თვითონაც არ შეუძლია დაწეროს კომპოზიცია და თქვას ლექსი და რაღაცა გააკეთო. ამ დროს ხვდები, რომ ის, რასაც ვილ სმიტი ამბობს ადამიანზე, თვითონ ამაყობს ამით, იმიტომ რომ ჩამოთვალა ისეთი რაღაცა. მაგრამ თვითონ ამის გამკეთებელი არ არის რა. და სამაგიეროდ ადამიანი არასდროს არ იტყვის ცუდ რაღაცეებზე და არ იტყვის, რომ ესეც ადამიანმა გააკეთა რა. ანუ ჰიტლერი და პირობითად, რა ვიცი, სოკრატე არის ჩემი დიაპაზონი რა. ჰიტლერი და დედა ტერეზა არის ჩემი დიაპაზონი. ყველა ანუ ჩემი პოტენცია ესეც არის და ესეც არის, მაგრამ მე მიდრეკილი ვარ, რომ თქვა, რომ აი დედა ტერეზა, ბეთჰოვენი და ეს ვიღაც პაჭი-პუჭი ხალხი არის, ინდივიდუალური ხალხია, ესენი ადამიანები არიან, ამიტომ მე ამათკენ ვარ რა. და ილია ჭავჭავაძე ამ წერტილით გეუბნება, რომ ეგრე არ არის, შენი დიაპაზონია, ილია ჭავჭავაძე, ის რა ქვია, კაცი ადამიანის ლუარსაბიც რა და დიაპაზონში, რა ვიცი, აქეთ რაც გინდა ის დააყენე, მაგრამ რო იცოდე, ესეც შენ შეიძლება გახდე. რატო ამბობ ამას, რომ რა შეიცვალა? ჩვენ ბევრად უფრო კრიტიკულები გავხდით საკუთარი თავის მიმართ. ბევრად. და დავიწყეთ რაღაცნაირად გადააზრება. ანუ ისაც რაც ადრე აკრძალული იყო, რომ რაღაცებს არ ვეხებით, ხო, ავტორიტეტებს არ ვეხებით, თუნდაც ილია ჭავჭავაძის ისე არ ვაანალიზებთ. კონსპექტებით გვაქვს რაღაცები ნასწავლი, გააზრებული კი არა, კონსპექტებით გვაქვს ნასწავლი. უცებ ამაზე დავიწყეთ ფიქრი, დისკუსია, არ ვიცი, 1000 სხვადასხვა არხი გაჩნდა ამაზე სასაუბროდ და ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ საკუთარი თავის გაცნობა და შემეცნება რა. და ეგ გულახდილობა არის, რაც ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რაც უნდა მოხდეს რა. ანუ არა რაღაცა ესე პოსტულატები ქართველების შესახებ, არამედ შეკითხვები დასმული საკუთარი თავის შესახებ და გააზრებული რა. და ამიტომ ეს აღმოცენება და კაი სიტყვა არის აღმოცენება სხვათა შორის, ანუ ის წიაღი, რაც იყო ჩვენი ქართული წიაღი, რომელიც მოკლა, ყოველ შემთხვევაში მიაძინა დიდი ხნით რუსეთმა და რაღაცა გადააფარა ზემოდან ის, რაც ჩვენი არ არის, აი მაგის გადახდა ხდება და თუ დააკვირდები, მაგის წინააღმდეგ იბრძვის ის მეორე ნაწილი, თქვათ, რუსული ნაწილი, რაც შეიძლება რომ დავარქვათ, ხო? მაგალითად, ამას ხშირად ეძახიან ხოლმე ქართველობას დაკარგვა, ხო, რაღაცა ქართველობის წართმევა. თითქოს მე პირიქით გონია რომ მოპოვება ეგ არის ქართველობის, ეგ არის მუღამი, ანუ თუ ეგენი მაგალითად კორუფციას ეძახიან ქართველობას, ხო? რომ რა ვიცი, ნათესავი აუცილებლად არაკომპეტენტური ნათესავი უნდა აიყვანო საპასუხისმგებლო პოზიციაზე. მოდი მანდ ვიფიქროთ რა. ყველა ამბობს ამას, რომ საბჭოთა კავშირშიც კი საქართველოს განსხვავებულად კორუმპირებული ქვეყანა იყო, იმიტომ რომ აქ კარგი ცხოვრება უყვარდათ, აქ ბევრი ფული იშოვებოდა და მე პირადად ვიცნობ ხალხს, რომელიც გეუბნება, რომ ხელფასი კი მქონდა 120 მანეთი, მაგრამ დღეში 1000 მანეთს ვაკეთებდი. შემეძლო რომ ყოველ დღე მეყიდა ჟიგული. მაგრამ ვერ ვიყიდი, იმიტომ რომ ეგრე არ არის, დავისჯებოდი. ამიტომაც რაღაცა ვიღაცა ყიდულობდა, რიგში ვიდექი და ასე შემდეგ. გამოდის რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ისიც გვასწავლეს, რომ რაღაც თანამდებობაზე ყოფნა, კაბინეტის ქონა, მძღოლი გემსახურება, მაღაზიაში სადაც ორი ძეხვიდევს, მესამეც არის, მაგრამ შენ გამოგიტანენ უკანა იმიდან. იმიტომ რომ შენ ფხა გაქვს იმისთვის, რომ ხელფასის მიღმა კიდე გაძვრე გამოძვრე. იჩალიჩო, ხო, ანუ მოჩალიჩე ტიპი ხარ. ანუ გამოდის რომ ესეც ძალიან არაქართულია სინამდვილეში, ხო? კი და მაგის მტკიცებულება მაქვს, როგორ მოიგონა საბჭოთა კავშირმა მაგის გამამართლებელი საყდენები რა. და ერთ-ერთი მაგალითად რაც არის კატა და კატის ლომის აღზრდელი კატა თუ კატა და ლომი რომ არის. ანუ მუთფილმი ხეზიასვლა მუთფილმი ნანახია. კი. ხო, მორალი რა არის? ну, მაყურებელსაც ალბათ ნანახი აქ არ მოყვეთ, ხო? აი მორალი რა არის? აი რო ნახეთ ბავშვები რო ვიყავით, მულტფილმი რო ნახეთ, რა დასკვნა იყო? კატა და ლომიდან? ხო. ეგ როგორ მთავრდება? ანუ ავიდა ეს ყველას იმაშვება და ეს ავიდა და ხეზიასვლა რომ ესწავლებინა მოვკვდება, ხო. ერთი წამით და კატა კაი ტიპია თუ ცუდი ტიპია? მასწავლებელია, რომელიც არ უზიარებს მთელ სივრცეს. ეხლა ნუ იგონებ. ანუ მანამდე რას ფიქრობდი ეგ მითხარი. სორპასუხს ნოეზე. იცი რა, მე ჩვენ როგორ უყურეთ, რომ კაი ტიპად უყურებ. მორჩა, ხო, ანუ ჩვენ უყურეთ, რომ აი, როგორ მიხვდა, გაიგე, რომ ამისი აზრი და აძურა და ხეზე ცოტა არ ასწავლა. აბა მოკვდებოდა, ხო, ეგეთი. ხო. განმონათება. გამჭრია ხე ტიპი. გამჭრია ხერხით აჯობა, ხო, მეფეს. სულხან საბას იგავი არაკის მიხედვით არის გადაღებული. სულხან საბას. სულხან საბას იგავ არაკები თავდება დასკვნით. მორალი, ხო, როგორც იგავ არაკები. ამის მორალი არის ის, რომ ვეზირი ეუბნება მეფეს, რომ მეფეო, ესო არისო ცუდი მასწავლებელიო. ხო. და მეო თქვენ შულსო ყველაფერი ვასწავლეო და აწიო რაც გინდათ ის მიქენითო. ანუ სიგიჟე შეტრიალების წარმოიდგინე, ანუ აქ როგორ გაყალბებაზე ვსაუბრობთ, ხვდები, რომ
ქართულ კულტურაში იქნება რაღაცა იდეოლოგიის მატარებელი რაღაც არტეფაქტის, რომელიც თაობას ეუბნება, რომ ნახე, როგორ მოიფიქრა კატამ. ის რაც, ანუ საკუთარი პროფესია არ გააკეთა, არ შეასრულა. ანუ მოიქცა ცუდად, ცუდი მასწავლებელია კატა. ჩვენი ტრადიცია ნამდვილი არის სულხან საბასი, რომელიც საპირისპიროს ამბობს, რომ მასწავლებელმა ყველაფერი უნდა ასწავლოს თავის მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, რა საფრთხე შეიძლება მას დაემართოს. ანუ ეგ იყო ჩვენი კულტურა და კომუნისტები მოდიან და უბრალოდ კი არ რაღაც ცვლიან სიუჟეტს და სხვა ამბავს კი არ ყვებიან. ატრიალებენ მას და გიმთავრებენ იქ, სადაც კატა არის კარგი ტიპი. და სულხან საბას თავარი მორალი რაც იყო, არის თავდაყირა დაყენებული. ანუ თუ ქართველობაზე ვსაუბრობთ, ეხლა შედეგების საჩილება იყოს, შენი ეს შეკითხვა დავსვა. თეატრალური სკოლა აიღე. რამდენ რეჟისორს შეუძლია თქვას, აი როგორც სტანისლავსკის სკოლიდან მოვდივარ, აი ეგეთი ამბავი. კათედრებზეც იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, თეატრებშიც იგივე ხდებოდა. ყველა დაწესებულებში, სადაც ერთხელ ვიღაცა მივიდოდა, მთელი მისი ამოცანა იყო ის, რომ არავისთვის არ ესწავლებინა არაფერი, ვაჟა ზაზაევიჩი რა, არ უნდა ესწავლებინა თავისი კავშირები როგორ მოხდა აქ. ანუ სიტყვაზე თავისი ასისტენტისთვის არ უნდა გაეცნო ცეკაში რო ვიღაცას იცნობდა, იმიტომ რომ თუ ასისტენტი იმას გაიცნობს, შეიძლება უფრო დაუახლოვდეს და მე ეს ჩაანაცვლოს მაგალითად. პროფესორი, რომელიც ცდილობს, რომ ზედმეტად რაღაცა თქვა დაუბლოკოს რაღაცა სტატიების გამოქვეყნება, იმიტომ რომ ამან თუ ბევრი სტატია დაწერა, შეიძლება დეკანობიდან ეს მოხსნა და ის არ მოხსნა რა. და ამიტომ ვიღებთ შედეგად რა საბჭოთა კავშირის დროს გადაბერებული მაგ პოზიციების მატარებელი ხალხი. ანუ ტიპები, რომლებიც ეჭიდებიან თავის ადგილს და არიან ძალიან ცუდი მასწავლებლები. წესი და რიგით ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ, ისინი უნდა იყვნენ სკოლის დამფუძნებლები. ჩვენ დღეს უნდა გქონდეს 6-7 რეჟისორი უნდა გყავდეს, რომელიც იტყვის, რომ მე აი ამ კაცის ნამოწაფარი ვარ. გყავს? ხო, სახელოსნოებია, კი. ხო, მაგრამ ჩვენ ევროპული კულტურა თემურჩხეიძე რაღაც ესეთი ხალხი. ძველი ევროპული კულტურა დგას მასწავლებელ მოსწავლეზე რა. ფილოსოფია იქნება ეს თუ ხელოვნება თუ სხვა და სხვა. ანუ მე გიკვირს ხოლმე რომ როგორ მოხდა რომ აი კანტი, ფიხტე ერთმანეთს იცნობდნენ და შელინგი და ჰეგელი და რანაირად, მაგრამ ყველა არისტოტელე, სოკრატე, პლატონი არისტოტელეს სიტყვაზე, ხო? ანუ მასწავლებელი, მაგრამ ყველა რას აკეთებს უარყოფს მასწავლებელს. მაგაზე მინდოდა რომ გველაპარაკა და დაასრულე და მე რომ შევკრა, წარმოიდგინე ეს მე ერთი ამბავი მოგიყევი, როგორ გამოგიტრიალა და ამორალურობა გაგისაღა საბჭოთა კავშირმა როგორც მორალურობა რა. და ეგეთი ამბები აქვს აღწერილი რიჩარდ პაიფსი არის, რომელიც შარშან თარგმნე, რომელიც ამბობს, რომ იქნებოდა ეთიკური სლოგანები, რომელიც აღწერდა საბჭოთა კავშირის შრომის ეთიკას ან სხვადასხვას რა და რომელიც გამოშვერილი რაღაც ისინი როა მე რაღაცა ეგ ოფიციალური, არაოფიციალურზე ვამბობ რა, მაგალითად ესეთი გამონათქვამი არსებობდა თუ არ პარავს სახელმწიფოს, პარავ შენს ოჯახს. დაფიქრდი გარყვნილების დონეზე. უბრალოდ გარყვნილებას წარმოიდგენ და მიხვდები მხოლოდ მაშინ თუ სახელმწიფოს იდეას იზიარებ რა. ან თუ ხვდები რა მნიშვნელოვანი რაღაცაა სახელმწიფო და ის სახელმწიფო სადაც ესეთი სლოგანი არსებობს, ხო ხდა ეხ შეიძლება მოყევი ეგრე მაქინატორის ფილოსოფია არის ეს, რომ ტიპი რომელიც იყო წესიერი და ეგეთ ხალხსაც ვიცნობ, თუნდაც აი შევარდნაძის დროს და გვიან პოზიციაზე რო იყო ხოლმე, გიშს ეძახდნენ ან კიდე უფრო ცუდი სიტყვებით ლანძღავდნენ, ვიცნობ რა ეგეთ ხალხს, რომ ეგ არ იპარავს არაფერს რა. რატო თავის ოჯახს პარავს და ეგ იდეა მოდის საბჭოთა კავშირიდან რა, ანუ მაგ ტიპის სახელმწიფოდან მოდის ეს. ამიტომ შესაძაც ამბობ, რომ ეს ქართველობა რა არის საერთოდ, რას ეძახიან ეგენი, რის დაკარგვაც არ უნდათ, არის გარყვნილი სისტემის რაღაცნაირი ამორალური კოდი, რომელიც იყო გარანტორი იმის, რომ ეს სისტემა გამართულად იმუშავებდა რა. ცისფერ მთებს რო უყურებ, მაგ დაწესებულებაში ყველა არის გასაყრელი. ყველა. ღებავი დავტოვოთ. მაგრამ მეორე გამონათქვამი არსებობს, ჩვენ თვალთმაგწობთ რომ მუშაობ და ისინი თვალთმაგწობენ რომ გვიხდიან. ხო. ანუ წარმოიდგინე ეგეთი ანდაზები იყრებოდა და ამ ანდაზებზე მე გეხარ და როგორც კი სიტუაციაში რაღაც აღმოჩნდები, მაგ ანდაზას იშველიებ რა. მაგალითად ფულს როცა იღებ, იტყვი ხოლმე რომ რას იზამე ხა სახელმწიფოს თუ არ პარავ, აბა ვის უნდა მოპარო. გიორგობისთვის რა. გიორგობისთვის არის ამის კლასიკური ილუსტრაცია, შეიძლება თქვი აი ეს გარყვნილება, რომელიც საქართველოს არ უნდა იყოს წესით რა. თუმცა აი მოდი ვიფიქროთ ახლა მაგაზე. გიორგობისთვის მაგ გარყვნილების გარდა ჩემთვის არის უფრო საშიში მოვლენის ილუსტრაცია. იდეოლოგია მისწვდა ამ ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა რაღაცას, ღვინოს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ღვინო ეს არა მხოლოდ სასმელია, არამედ არის ღვთიური სასმელი და ჩვენი იდენტობის გამომსახველი რაღაც. გიორგობის თუ გეუბნება, რომ არა, თურმე რეჟიმი მისწვდა იმასაც და წყალ-წყალა გაფუჭებული საწამლავი დაამზადებინა ქართველს თავისი ხელით და დააკრა ღვინის ეტიკეტი, ხო? ანუ მაგრამ
საინტერესოა შენ როგორ უყურებ იმას. ნიკო. რა ქვია შენ? ის რო ეუბნება კვანტალია, გაგიმარჯოს. ნიკო არის ალბათ რაღაც იმედი, ხო, რომ თუნდაც ერთი კაცი არ ეგუება ამ რაღაცის წაბილწვას. ეგრე უყურებ შენ? მაგას ნაფიქრი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მართლა ეგ ფილმი და ყოველთვის ისეთია უცნაური გასაზრებელია მართლა. ბუდიში აქვს ჩვენს მოსწავლეებს ნანახი გიორგო. მე ვაყურებინებ ხოლმე. მე 11 კლასში აუცილებლად ვაყურებინებ ხოლმე საბჭოთა კავშირს რო გავდივართ და ზუსტად ესე ანუ თავიდან ბოლომდე ვაანალიზებთ ხოლმე როგორც წესი თავის რა განსხვავება ამ ორ პერსონაჟს შორის ხო კონფორმისტი, არა კონფორმისტი, რა ოჯახიდან მოდის ეს ნიკო, ხო დარწმუნებული ვარ თუ ნიკო და ეს მეორე ტიპი ხო შიგნით რაღაცას შემდეგ. მაგრამ საინტერესო რა არის ეს რაღაც დებზე ზრუნავს რაღაცა ეს ძველი საქართველოს იგრძნობა იქ არა ეს რაღაცა თავადობის დროინდელი სურათები და ისტორია აქვს რა ამ ოჯახს და იქით კარაქიანი პური დედას როგორ ელაპარაკები აი ეს კაცი რა ეს მამამისი ეს როში გაზეთს კითხულობს და დედას როგორ ელაპარაკები კაცობს და აი ამ ოჯახი და გამანებეთ რა თავი ეს მეორე პერსონაჟიც რო რაღაც ინფანტილური ნუ არარაობა ისე ზდილობიანად თქვა რა ხო და მაგ ფილმში ბევრი პატარა ფრაგმენტი არის რომელიც აი ამ კატასტროფას აღწერს ხო თქვა პირდაპირ ტექსტით რო რაღაცა რა დროს პრინციპებია ბავში ხო აღარ ახარ მაგალითად ეს არის საბჭოთა კავშირი გონია ჩვენ არ ვიცით რომ მართალი ხარ მაგრამ არ გაგივა რა აი ეს რა რომ მართალი ხარ მაგრამ არ გაგივა სხვანაირია ცხოვრება დაიჩაგრები ეს რამეს ეუნება და არა ჯობია სისტემის ნაწილი გახდე მაგრამ გიორგობის თვეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გარდა იმისა რომ სწორად არის შერჩეული რომ კი ღვინოც კი გაგვიფუჭა საბჭოთა კავშირმა და ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ისაც გავაკეთეთ და ყველა მიცის ტექნოლოგიიდან დაწყებული რესტორანში რო ჩადიან და ჩვენი ღვინოა და როდგებიან და გამოდიან აი თვითონ რო არსოვავენ ამას რო თფუ და აი აბსოლუტურად ის არის ხო წმინდა და თან ეს იწყება ძველი ტრადიციული ამბი ულამაზესი ფილმი არის მართლა და მაგრამ ერთ საინტერესო მოვლენა არის ისიც აკაკი ბაქრაძის ის არის რა ერთ-ერთი კრედიტი რომ მიცეთ გიო ჭკადუასთან ერთად მაქვს ამაზე ნასაუბრები ისტორიკოსთან ძალიან კარგ მოქალაქესთან რომელმაც რაღაცები მომიყვა რაც წაკითხული არ მქონდა და მათ შორის ეს ეპიზოდი საბჭოთა კავშირს ჰქონდა პრობლემა მოეყოლა ამბავი გმირზე და აქ ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება გმირი როგორც წესი დასავლური გმირი რაც არის ხო აი თქვა ნებისმიერ მითოლოგიიდან წამოწყებული არის ტიპი რომელიც ცვლის სისტემას ყველა შემთხვევაში სტატუს კო უნდა შეიცვალოს გმირი არის ეგ ამიტომ ინდივიდუალურ ძალისხმევას სისტემის წინააღმდეგ ქვია რასაც ქვია დასავლური ნაწარმოები და ეს გმირი ხან კვდება ხან არ კვდება ხან ცვლის ხან გვიან ცვლის რა ვიცი იესო ქრისტე არის ამბავი იმის შესახებ რომ როგორ უნდა აღუდგე ამ ისტორიას ეგ არის ქრისტიანობის ეს ხო ამბავი ეგ არის გაგება გმირის სისტემის წინააღმდეგ ეხლა ნახე საბჭოთა კავშირი ესეთ ფილმს და ესეთ გმირს ვერ შექმნიდა იმიტომ თვითონ არის სისტემა როგორ შეიძლება შეცვალო ისაც იდეალურია ხო მარქსმა თქვა ლენინმა დააფუძნა, სტალინმა დაალაგა, რას ქვია შევცვალო, რა უნდა შევცვალო, როგორ უნდა შევცვალო უკეთესობისკენ. ვინც თქვა რომ უკეთესობისკენო, კი ვიცით, სადაც დაამთავრა. ამიტომ სისტემა არის წესრიგში, სისტემას პრობლემა არ აქვს. საბჭოთა კავშირში ვერ გადაიღებ ფილმს გმირზე, ერთზე, რომელიც უპირისპირდება სისტემას. თუ ეს სისტემა არ არის, თქვა ცარიზმი. რას აკეთებს შესაბამისად, უნდა იყოს პირიქით და ლოგიკა. გმირი, რომელიც გმირობაც ვლინდება სისტემასთან გადღვებნაში და კონფორმისში. მაგალითად ჭრიჭინა. ჭრიჭინა არის გოგო რომელიც ღერის აბადელი დელდელა ყველას უყვარს რაღაცა ეუბნებიან უნივერსიტეტში უნდა ჩავა არ უნდა ღერის აბადელი დელდელა ხო და ეს წარმოიდგინე ღერის რაღაცა არ უნდა უნივერსიტეტში ჩაბარება მამა მათრახით გამოეკიდა მე მოიტყუება რომ ჩააბარა მე შეყვარებული დაშორდება ბებია ყველა გაუბრაზდება და ბოლოს ფერმაში სანამ არ დაიწყებს მუშაობას და რო დაიწყებს მუშაობას ხდება შრომის გმირი და მოდიან გაზეთებში მარინე ფერაძე ყველას უყვარს ძალიან რა ჰოლივუდური ფილმი ჭრიჭინას შესახებ. როგორ ფიქრობ? ჭრიჭინას შესახებ ჰოლივუდური ფილმი. ის უნდა დაეხსნას, მაშინ გამოდის აი ამ ყველანაირ იმას, რა ქვია. ჰოლივუდური ჭრიჭინას ფინალი იქნება, რომ ჭრიჭინაზე ბროდვეიზე გამოდის. ხო, მღერის იქ. და мама მაინც ცოტა გაბუტული, მაგრამ მამამის დაინახავს და თვალს დაუქნევს და მამაც ეტყვის, რომ მე ეხა უკვე ვამაყობ შენით და აბადელდელდელა ისევ წავა სიმღერა და ყველა მიხვდება რომ აი ეს სიმღერა ჭრიჭინა არსებობს ჰოლივუდში მე ეგრე ვიცი ფინალი გადასამოწმებელია არ ვიცი ფინალი საერთოდ არც მინახავს ჰოლივუდური ჭრიჭინა დღეს ჭრიჭინა დაამთავრდა ბროდვეიზე და სისტემა რომელიც იქნებოდა მამა ოჯახი რაღაც იტყოდა რომ კი ბატონო არ გვინდა უნივერსიტეტი თუ მღერი ხარ ყოჩახ რა და ჩვენ ვამაყობ შენით რა ეგეთი ამბავი ჩვენი ჭრიჭინა პირიქით არდება რომ სისტემის კაცი გახდა და ამიტომ არის კარგი ჩვენ გვაქვს ეგეთი რუბრიკა, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. ამას ვაკეთებთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან საქართველოს ბანკთან ერთად. მე მინდა რომ 3 ტიპის არ გაჩერდე გავაკეთოთ ახლა.
ბუქნები ვაკეთოთ. პლანკ. ერთი ვისაუბროთ ადამიანის ინდივიდუალურ არ გაჩერებასა და მის მნიშვნელობაზე. მეორე მინდა რომ ვილაპარაკოთ აი ამ პროტესტის არ გაჩერებაზე, რაც მოცემულ კონტექსტსა და დროში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აი ბოლო იმედის თვალით შეყურებენ, აი რო გაჩერდეს ეს პროტესტი, სად მივდივართ და მესამე მინდა რომ ვილაპარაკოთ განათლების გზაზე არ გაჩერებაზე. უпростоრად აზროვნების სიყვარულის გზაზე არ გაჩერებაზე. საინტერესო ამბავია. მე მესნერის ერთი რაინჰოლდ მესნერი, ეგეთი ტოპ და ყველაზე ცნობილი მთასწვერი, რომელმაც საოცრად გააკეთა თავის დროზე. მე გადავეყარე მას შემთხვევით ორჯერ გამიმართლა და ერთხელ ჯუთაში ვიყავით, ჩემს უსაყვარლეს ადგილას და მთაზე საუბრობთ რაღაცეებზე და ერთ-ერთი რაც თქვა არის რომ მთაში როცა ხარ და ჩემთვის ეგ ძალიან ისეთი გამოცდილებაა რა, პირადი და არ წასვლის ისე გაქვს ყოველთვის რა და ყოფილვარ სიტუაციებში, სადაც გავყინულ ვარ უბრალოდ რა, აი შიშისგან უცებ რო იყინები რომ ხა აქედან რა ხდება რა, ანუ საერთოდ სად მოვედით რატომ მივდივარ. და მან ეს რაღაცა თქვა რომ გაჩერება არის სიკვდილი რა, ანუ მან გაჩერება არის სიკვდილი 100%-ული. მოძრაობა არის სიკვდილი, მაგრამ პროცენტიანი რა. გამოუვალი სიტუაცია მთაშიც კი არ არსებობს მაგ ამბავში და მეტიც რა. პირიქით, გაჩერება არის ის, რაც მოგკლავს რა გარანტირებულად და შენ შეიძლება აიღო ისეთი გზა, რომელიც ბევრად უფრო სახიფათოდ გამოიყურება რა, მაგრამ შანსი ხო გაქვს რომ გადარჩე რა. ამიტომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, მის ის იყო რა, რჩევა იყო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იმოძრაო. აწონ-დაწონო, უფრო ნაკლებად რისკიანი გააკეთო, მაგრამ გაჩერება ნახდათ არის ყველაზე ცუდი გამოსავალი. და მეორე რაც ხშირად მეხმარება ხოლმე, რაც უყინავს, არის მარტოობის განცდა რა. აი როცა ვსაუბრობ ინდივიდუალურ დონეზე არ გაჩერდე რას ნიშნავს ჩემთვის არის დავინახო ჩემს გარშემო ხალხი, რომელიც ასევე მოძრაობს რა. და ეგ ყველაზე მეტად რატომ ეხმარება, რომ ხვდები, რომ ჩემი გაჩერების საფუძველი არის ჩემი სუბიექტური თქვა შიში განცდა და ასე შემდეგ რა. ანუ რაღაცა წვერზე გადადის კაცი და დახტუნავს რა მე ბიჭებთან ერთად ვარ მთაში ნამყოფი ისეთი აღფრთოვანებული, ანუ პირდაღებული რო უყურებ, რომ როგორ ბედავენ ეს რაღაცებს საერთოდ რა, კედელზე გასულებს და ასე შემდეგ და დგას იყურება და შენ ამდოს ხარ რომ არ მომეკაროთ, გაჩერებული ხარ და ხვდები რომ მე თუ მოვიპოვებ პერსპექტივას რომ ამას რატო არ ეშინია, მე მივხვდები რომ ეს საშიში არ არის რა, ანუ ეს არის საშიში ჩემ თვალში მაგალითად და ამის თვალში არა და ესე იგი სუბიექტურია და თუ სუბიექტურია მაქვს საშუალება რომ დავძლიო და გადავლახო რა და მქონია ეგეთი გამოცდილებები ორჯერ კონკრეტულად, ერთხელ სიმაღლესთან დაკავშირებით, მეორესთან რა ვიცი შიშველს სიკვდილთან დაკავშირებით, როცა აი მეხი გვეცემოდა თეთნულზე ასვლის დროს და იმდენ ხანს ვიყავი აი უმოძრაობაში, რომ მე მივხვდი რომ რაღაცა თუ არ ვაკეთე, უბრალოდ გავგიჟდებოდი და ზუსტად 5 წუთის შემდეგ ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი კაცი ჩემს გარშემო, ვინც იმ მომენტში იმყოფებოდა და დღემდე ისე მახსოვს ხოლმე, რომ ეგ დაძლევა ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი სიტუაციაში შემიძლია რომ გადავლახო ხოლმე, ხო? ამიტომ მოძრაობა, რაც უნდა გავაცნობიეროთ, არის პირველი ის, რომ გაჩერება უბრალოდ სიკვდილის ტოლფასია და მეორე, თუ ჩვენ საკმარისი მოტივაცია არ გვაქვს, ჩვენ თავში ვიპოვოთ ეს ძალა, ხელი ჩავეჭიდოთ, სულიერად იქნება თუ ფიზიკურადაც და თქვათ, რომ აი შენ ხო ჩემთან ერთად, შენ ხო მიდიხარ ამ გზაზე და მე უკვე მოყვები და გავითვალისწინებ შენს მაგალითს და გადმოვიღებ შენს გამბედაობას და ვიპოვი ჩემ თავში იმას, რაც შენ გაბედინებს რა, ანუ შენ თავს რაღაცნაირად ჩემ თავში გადმოვიტან შენს სიმამაცეს, შენს სტიმულს, შენს მოტივაციას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მეორე შეკითხვას შეგვიძლია გადავაბათ ეგ რა, როცა სხვებს ეხება, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ფაზები გავიარე რა ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ როგორც სპიკერი მე 12 წელია მინიმუმ ხო 2007 წლიდან პრინციპში საჯაროდ რაღაცებს ლაპარაკობ ხოლმე. ამათ სიტუაციაში ბევრი ხო პირდაპირ გეუბნები რომ როდის დაგიჭერენ. ანუ იმას კი არ მე ბავშვები მეკითხებიან ცოტა არაჩვეულებრივ შვიდეულში რო არის იმასთან ერთ-ერთი რომ მიდია მგონი ბერნარდოსთან რომ შენ რომ ხო შესანიშნავ შვიდეულში შენ რომ მოკვდებიო საფლავზე ყვავილებს მოგიტანთო და ბავშვები რომ დიდი მადლობა ხო ანუ მართლა ეგრე ხდება ხო და ამასთანავე მოსწავლეებმა მომიტყეს რომ მართლა მიაქვთ ვიცი ხო და ამიტომ მე არ მაწყობს მაგ პარალელის გავლება, მაგრამ მოსწავლეები მეუბნებიან რომ არ ნერვიულობთ თუ დაგიჭერნო რაღაც საჭმელს შემოგიტანთო და ხო იცი თან რო გიხარია, მაგრამ თან რო ფიქრობ რომ არ გინდათ ბავშვებურად ცოტა ეგისა გაქვს რომ კაი აი რუსეთი შემოდის აგრესიულად ვიცით რასაც აკეთებს და ვიცით ვისაც იჭერს როგორც მიდგება და ასე შემდეგ. ამიტომ ლისტში რო ხარ რაღაცნაირად ხვდები შენც მეც და კიდე ძალიან ბევრი ხო ხედავთ რა ხალხსაც იჭერენ და სპიკერებს დასდევენ და ასე შემდეგ. მაგრამ ფიქრობ რომ ოკეი მე ვარ საფრთხის ქვეშ და უცებ ხედავ კადრს ახალგაზრდა ადამიანი არა ახალგაზრდა რა მნიშვნელობა არ აქვს
დროშით ხელში, რაღაცა გაყინულ იმას შლანგის წინ, ფეიერვერკით ხელში, ცემის შემდეგ გამოდის და ამბობს, რომ ისევ აქციაზე ვდგევარ და ფიქრობ, რომ მე საერთოდ რა უფლება მაქვს რა და აი ამ ფაზაში მივხვდი, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც ეხა ჩვენ ვაგროვებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ აი გმირზე ბევრი ვისაუბრეთ, არც ერთი გმირი მარტო არ გადის თავის გზას, არც ერთი და ვალდებულიც არ არის რომ გაიაროს და ჩვენც სუბიექტურად მაგას უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, რა გზაც არ უნდა იყოს, შველის თხოვნა თუ დახმარების თხოვნა, ხო, შველად თხოვა ვინმეს, არის ჩვენი, რა ვიცი, უფლება არის და ეს სასირცხო არ არის და ეხა რასაც უყურებ, ჩვენ ეხა აღმოვაჩენთ იმ ხალხს, რომელთან ერთადაც ამ გზაზე გვიწევს გავლა და მე იმდენად კმაყოფილი ვარ აი ამ საზოგადოებით და ყოველ დღე იმდენად საინტერესო ხალხი მემატება და მე აღმაფრთოვანებს, რომ ჩემი შიში ისე რა თქმა უნდა, ეხლა ვის უნდა უნდოდეს, ხო, სიღეში წასვლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიქრობ, რომ გადაიტანა ამან, გადავიტან მეც. აი ეს ერთიანობა და ეს მოძრაობა უმოძრაობის საკითხი რაც არის, რაც გვამოძრავებს, არის ყოველი დღე, ეხაც ხო, მოახლოვდა უკვე საათი, როდესაც მარშები არის ქალაქში, როდესაც გავალთ და ისევ ნახავთ ერთმანეთს და ყოველჯერ ეს განცდა, რომ იქნება ხალხი და არის ეს ხალხი და უდიადესი ხალხი და უპროფესიონალესი და ულამაზესი და ასე შემდეგ და ფიქრობ, რომ აბა მე რა უფლება მაქვს რომ გავჩერდეს საერთოდ. როგორც თის შემთხვევაში რო გაჩერდები არის სიკვდილი რა. ანუ აი უძრაობა როგორც საზოგადოების, თან ახლა ისეთ ნაპირზე ვართ, სადაც ვიცით რომ სიკვდილი არის ამის მერე რა, იმიტომ რომ ადამიანებმა რომელმაც მოაწყეს რაღაც ცემის კამერებით, საწამებელი კამერები, ხო, რომ და სქემა აწყეს, რომ ჯერ დერეფანი გავატაროთ და იქ ვცემოთ, მერე ვცემოთ მანქანაში, მერე იქ გადავიყვანოთ მანქანაში, კიდევ ვცემოთ ერთხელ და ასე შემდეგ ეგენი ადამიანს მოკლავენ რა, იმიტომ რომ მაგათი ხელიდან დემონსტრანტები უკვე მოკლულები არიან. ანუ უკვე როცა ხელიდან კი. მაგათი ხელიდან ხალხი აი ეს კადრები რაც ნახეთ ახლა მაგათი ხელიდან ისა. კი, გარანტია იმის რომ სახეში შენ 4-ჯერ ჩაარტყავ ადამიანს და ტყუპი წიხლით შედგები ზურგზე და ის არ მოკვდება, არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს რა. და შესაბამისად, რახან ვიცით რომ მაგათი ხელიდან ხალხი უკვე დახოცილი არის, ამის მერე უბრალოდ ამის გაფორმებაა მათთვის საჭირო რომ მართლა ვიღაცა მოკლან. ამიტომ რომ ვიცით რომ ყველა რეჟიმმა იგივე გააკეთა აბსოლუტურად ვინც მაგზას დაადგა, ხო? ამიტომ ჩვენ ახლა არ ვიბძით მხოლოდ რაღაცა იდეალებისთვის, ჩვენ სიცოცხლისთვისაც ვიბძით სინამდვილეში, იმიტომ რომ თუ გავჩერდებით, ეს ნიშნავს რომ ან რასაც ხშირად პროგნოზირებენ და გვაშინებდნენ ხოლმე რაღაცა აუხანეთის მაგალითით, გეუბნებიან ან მოგიწევს სხვაგან ცხოვრება, ანუ შენ როგორც ქართველი მოკვდები, იმიტომ რომ იცხოვრებ სხვაგან და მოგიწევს ან ჩამოხვალ ან ვერ ჩამოხვალ, შენს ნათესავებს ვერ ნახავ, რაც არის შენი სასიცოცხლო სიმღერა, იმაგას დაკარგავ, ან იცხოვრებ აქ, უღირსება აყრილად, რა ვიცი, ხმისამოუღებლად, მორჩილად და ეს იქნება შენი ყოფიერება რა. და ორივე ჩვენთვის არის სიკვდილის ტოლფასი. მესამე საკითხი იყო აზროვნების და განათლების გზაზე არ გაჩერდა. ხო, ეგ საერთოდ ისეთი უცნაური ამბავი არის, ანუ მან გაჩერება უბრალოდ არ არსებობს. აზროვნებაზე უარი თქვა, ნიშნავს, რომ როგორც ადამიანი მოკვდა. იცი რა გულისხმობ, აი არ გაჩერდე იმ გზაზე, რომლითაც უნდა ყვებო აზროვნება. და ეგ ალბათ არის განათლება. განათლება არ არის ეგ, იმიტომ რომ განათლება ჩემთვის არის მდგომარეობა და არა შინაარსი, ხო, ანუ არა რა. ამიტომ შენ თუ განათლებას მიაღწიე, ანუ აი მაგ ლეველზე გახვედი, ამიტომ ხშირად უშვებთ ხოლმე შეცდომას, როცა მაგ რაღაც ერთმანეთში უბრალოდ არა, მისაღწევ გზაზე, განათლების მისაღწევ გზაზე. განათლების მისაღწევი გზა დაგვიანებული არასდროს არ არის, მაგრამ როდის ხდება მაგას ვერ გეტყვი რა. ეგ არის პრობლემა. სიტყვაზე აი მე-9 კლასში ხდე, მე-12 კლასში რაღაცები იკითხე და მერე გახდი განათლებული თუ 47 წლის ასაკში განათლებული, ეგ არ ვიცით, რაღაცა მდგომარეობაა, ხო, რაღაცა უცებ გაგინათდა გონება და ხარ სხვანაირი რა. ჩემთვის პრობლემური ის არის, რომ რეცეპტები არ არსებობს რა. ანუ შენ ხო გინახავს უგანათლებულესი ადამიანი, რომელსაც არ აქვს იგივე გზა გავლილი, როგორც სხვა უგანათლებულეს ადამიანს რა. ანუ ტიპი, რომელიც გელაპარაკი. პირობითად, ჩემთვის აი განათლებული ადამიანის ნიმუში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი რა, რომელიც როცა ლაპარაკობს, როგორაც ლაპარაკობს და რა წინადადებითაც ლაპარაკობს და რა ამ წინადადებას როგორი გამბედაობა ახლავს თან და ეგეთი გაბედული მტკიცებით ფორმაში ისინი პოზიციის გადმოცემა არის, ნუ ანათებს რა უბრალოდ კაცი. სამწუხაროდ აი ცოტა მატრიცული ამბავია რა. განათლება არის რაღაც მომენტი, რომელსაც გამოდიხარ აი ამ რაღაც რეალობის სხვანაირად დანახვას იწყებ. როდის ხდება მაგას მე ვერ გეტყვი და ბევრი წიგნის წაკითხვა შველის თუ არ შველის არ ვიცი, მაგრამ თუ ეგ მოხდა, აი მე რას აკეთებ, ეგ არის მთავარი რა. ან მე ვცდილობ რომ უკან შეეტენო მატრიცაში და თქვა რომ აღარ მინდა რა ეს რაღაცების დანახვა, დამაბრუნეთ იქ სადაც ვიყავი რა. და მე მივხვდი სისტემას, მაგალითად პროპაგანდისტები დღეს აი მარხებზე, რომლებსაც ჩვენ არ უყურებთ ხოლმე, ხო?
რომელიც პირდაპირ ამბობენ, რომ რა წაკითხულიც აქვს. რა ხედავენ ისინი ჩვენთან რომ დასვა, ყველაფერს გეტყვიან, ანუ ხედვის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, მაგრამ ამბობენ რომ მე კი ვხედავ, მაგრამ არ მინდა რა, ფული მირჩევნია რა, ანუ ჭამა, სმა, რაღაცა მირჩევნია, ხო? ანუ მაქედან როგორ მიდიხარ რა და მან პრობლემა ის არის, რომ განათლებასთან ახლავს პასუხისმგებლობა. და ეგ არის ყველაზე უძველესი ამბავი, როგორც აი ბოდისატვა ბუდიზმში, რომ მიხვედი ნირვანასთან და მე გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დაბრუნდე და სხვას გზა აჩვენო, ან თქვათ ნებისმიერ რა ვიცი ქრისტეს მაგითო ხშირად ვიშველიებ ხოლმე, ან სოკრატეს, რომელიც ამბობს, რომ სად უნდა გავიქცე, რა ვიცი, მთელი ცხოვრება ვლაპარაკობდი, ვქადაგებდი და ხალხს უყვებოდი და თუ ესე არის საჭირო, ვიქნები პრობლემა არა, მე ხო გზა ვაჩვენე უკვე რა ყველას და აი ეს პლატონური მასში გამოქვაბულში ჩასვლა სიცოცხლის ფასად, რომ ხვებს საზოგადოებას უთხრა, რომ ესე არ არის. ან ალუდა ქეთელაური, რომელიც ამბობს, რომ კი მე ჩემთვის კი აღმოაჩინე, მაგრამ სახში ვეღარ დავждები რა. ანუ მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ კაცნი ჩვენ არა ვართ მხოლოდ და ყველა ადამიანიც, რომელიც არის სხვაგან და სხვას ვეძახით ჩვენ, ისინიც არიან ამ დიდი ერთობის ნაწილი. რატო ეუბნება მას? ვინ ეკითხება ხო ესე რა მისი ვალდებულებაა, მაგრამ ვალდებულება, იმიტომ რომ მიხვდა. და აი ეგ არის ზუსტად ჩემთვის განათლება, რომ მიხვდი რაღაცას და მე იწყებ მუშაობას, რომ რაღაცნაირად კომუნიკაცია გააკეთო და სხვებს უთხრა და აი როგორ გააკეთებ, მათ გაჩერებაზე რო საუბრობ, უკვე ეგ არის რა. შენ უნდა იპოვო ადეკვატური ენა რა. ანუ მე მივხვდი, მაგრამ ვერ გადმოცემ არ არის რა. და აი მანდ არის ზუსტად არ გაჩერების ამბავი. მე მჭირდება, როგორც მასწავლებელს მაგალითად, 100 არგუმენტი იმისთვის, რომ ერთი რაღაცა ვთქვა, 100 სხვადასხვა არგუმენტი. ერთ კლასში რომ მომიწიოს ბავშვმა 100 ჯერ რომ მკითხოს, რომ ვერ გავიგე რაღაცა რა, მე 100 ჯერ უნდა სხვადასხვა მაგალითით დაუპასუხო და მე სხვა კლასში არ უნდა გამიბაზრდეს, რომ იგივე არგუმენტით გავაგებინე რაღაცა. იმიტომ რომ რას ქვია ხო? ანუ ეს სხვა ჯგუფი არის, სხვა ხალხი არის და ერთი და იგივე არგუმენტებით მე შაბლონი ხო არა ვარ, რომ აი ხა გეტყვით სინამდვილეში ეს დაირიგეთ და გაიგეთ. ანუ მე განათლება მაგისთვის მჭირდება, ანუ ნაკითხობა, უბრალოდ წიგნების კითხვა და არ გაჩერება მაგ თვალსაზრისით, მაგისთვის მჭირდება, რომ ის რაც მაგ სათქმელი, ის რასაც მივხვდი, გადმოცვეს სხვადასხვა ფორმებით. და შენ შემთხვევაში ხა იცი რომ თქვა აი სტატუსები, Facebook-ი რაც აკეთებს რა, ანუ მეორდები თუ არა რა და რატო არ მეორდები? იმიტომ რომ გაქვს მასალა, მაგრამ ერთ-ეგივეს ამბობ, ტირანია არის ცუდი. ბოლო 2 თვის თუ რაღაცის განმავლობაში სათქმელი არის ყოველთვის. არჩევნები არის. უნდა დაინიშნოს ტირანია არის ცუდი. მაგრამ როგორ ამბობ, ხო? ყოველ ჯერზე ცდილობ და ეს რო გამოგივიდნენ. ხო და ეს ფორმა არის ის რაც შენ მასალა გჭირდება უკვე და აი როგორც კი ამბობ რომ მე უკვე რაღაცას მივხვდი და ამიტომ მასალას აღარ ავიღებ და გავჩერდები. დაამთავრებ შაბლონური, რა ვიცი, აში არის შენი საკუთარი ისინი და ეგ იქნება და მორჩა რა. ხედავ? არიცის? გეუბნებით იცის მე. რა მივიღე მას? ის არის რა ქვია, ფრიაძე ხარ რა მომენტისთვის. ოუ, ჩვენ თურმე რამდენ თქვენ გაქვთ მემონტაჟისთვის ხელფასი გასაზრდელი? ბლიცები არ შემზე ბლიცები რა. კაი, არ იქნება ისეთი. შენ იმაში მაინც იყავი რასად როდიში და მე არ ვიყავი რასად როდიში. განა ის კითხვებია რომელ წელს მოხდა. აბა რა გონია ბლიციაზე ხა? არა, ბლიცი მგონია ბევრი სწრაფი შეკითხვა, რომელზეც არგენტინის დედაქალაქი, ეგრე კი. არა, კაცო, არა. რაღა ეგ მითხარი? ვერ. რაც სუსტი წერტილი ხარ ჩავაჭ. არა, თან გონია რომ ეხლა არა, რეალოს. შენზეა. რას არის? სორი, ვერ გავიგე ვერაფერი. სანდრო რო კითხულობს ხო? იმათ ესმის. კი, იმათ ესმის ხო? რომ წერო თავს ესევშები მაგ დროს და მივხვდები რომ იმას ნაპასუხები. კი, და ისინი თავით რო ყრიან არასწორ ვარიანტებს. კი, ზოგი. დოსტოევსკი გადააგდო და ზოგსიცილებს ესე რა. გისმენ აქვე ჩემი პატივისცემა წიგნების თავის უმნიშვნელოვანეს და უსაყვარლეს პროექტს. რომელი დიდი ფილოსოფოსის მოსწავლე იქნებოდი? უარი პასუხზე. უარი პასუხი. კი ბატონო, ეგეც პასუხია. სტოიკოსებთან ვიმეგობრებდი სიამოვნებით. მოვისმენდი იმას და როგორც ცხოვრობდნენ, მაგას ვნახავდი რა. იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეგ ფილოსოფია და რა ვიცი, ეპიქტეტოსი თარგმნით ჩვენ სკოლაში ბავშვებთან ერთად და ისეთია, ყველაფერს ვიზიარებ აბსოლუტურად რაც იქ არის და ის სიამოვნებით ჩავყვებოდი ამ ფიქრში ან დაპირისპირებაში ყოველთვის მოვისმენდი ცოცხლად მათ ფილოსოფიას. თუმცა სოკრატესთან ლაპარაკი ალბათ შემთთვის დღემდე იმათ რჩება რა. ძალიან მაგარ ამბავთ, იმიტომ რომ ყველა ეს პლატონის დიალოგები არის რაღაცა ბუნებრივ სამყაროში, რაღაცა ნადიმის დროს, კეიპში, ტიპი ზის და ფილოსოფოსებს წარმოუდგენენ რაღაცებს, რა ვიცი, ხან სიყვარულზე და ხან სულის უკვდავებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ აი თუ ფილოსოფიაზე საუბრობ, აი ეს დაჯექი მოусმინეს მაგივრად, აი სოკრატესთან ერთად ვიკეიფებდი რა. ვინ არის ყველაზე დიდი არაფილოსოფოსი, ვინც ცხოვრებაში შეგვედრია?
ბევრია ეგეთი. რომელია ყველაზე აღმოფრთოვანებელი ადგილი, სადაც მოხვედრილ ხარ ცხოვრებაში? ადგილი და დრო ორი რაღაცა უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ეხლა ბოლო ჩემთვის ყველაზე ისეთი ძვირფასი გასეირნება იყო ჰოლანდია, ბელგია, ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად და პირველად ვიყავი რა ესე აი ქალაქი დავათვალე რაღაც აქეთ-იქით და ისე აღმოვაჩინე ევროპა მათ შორის რა, იმიტომ რომ ბავშვთან ერთად რო ხარ, მუზეუმი, უფასო ტრანსპორტი ისა როგორ ევლებიან ანუ ესე უყურებთ სტუდენტი ვიყავი პირველად რო ვიყავი სხვა რაღაც ინტერესები მქონდა და ეხლა ვიყავი ეს დასრულ ასაკში და თითო ადგილი კულტურის თვალსაზრისით ბრუგეში ვიყავი რომელიც ჩემი საყვარელი ფილმი და მაგიდან ანუ ეს დავდიოდი მართლა პირდაღებული ყველა ადგილი ვნახე მეც გამოვიარე მაგ ფილმის მარშრუტი ანუ ეიფორია ეხაც ისე მაქვს რა ამიტომ ეგ არის ეგ როგორც ტრიპი ეგ მახსენდება ადგილებს რაც შეეხავთ ისე მარტო ჩამიშვა ბრუგეში შეიძლება მაგდო ვთქვი რომ ეს კონკრეტული ტრიპი იყო რა მაგრამ პირველი ჯუთა ანუ ცალსახად ჯუთა არის ადგილი სადაც ანუ ჯუთა სოფელი ხოა მაგრამ მეხუთე სეზონი არის ჩემი რა ვიცი მეგობარი აღარ ქვია ისეთი ადამიანის სასტუმრო რომელიც ანუ ჩემთვის პორტალი არის რა აბსოლუტურად არც დრო არც სივრცე ეგ არის ადგილი სადაც შეგიძლია უბრალოდ დილით გაიღვიძო დაჯდე და მე ადგე ან არ ადგე და არ ვიცი არც ამოხვიდე საათი გავიდა 20 საათი გავიდა მნიშვნელობა არ აქვს და შენ წინ არის პანორამა რომელიც არასდროს ერთნაირი არ არის უბრალოდ უყურებ და ყოველ ჯერზე ის გაქრო ვიღაცას აჩვენ. მეგობარი ჩემი არაბული არის და რა ვიცი, ხევსური კაცი და გიორგი არაბულზე. გელა არაბულზე საუბრობ და ეს სახლიც ააშენა მამამისთან ერთად, რომელმაც ეს ხელობა ხომ მშრალი წყობის და ანუ არ დაიზარეს, რასაც ქვია ხშირად ხდება ხოლმე სამწუხაროდ რომ მშვენიერი ადგილია, მოდი ჩავდგათ კორპუსი, არა, აი თითო ქვა არის მოტანილი ხელით და აწყობილია და ეს სული იქ ცოცხლობს. პირველი მეორე, მაგრამ პირველი ეგ მახსენდებოდა ყაზბეგი, მყინვარწვერი, თუშეთი, ყველა. თუშეთის ყველა რა, ანუ დიკლო დართლო მოვლილი გვაქვს შენაქოში ვიყავით. ეს არის ზღაპარი რა. ოღონდ ჩემს ესე არის რა საქართველოს დანაწილებული. ოღონდ არის რეგიონები რომელსაც შეიძლება არ დავასახელო ბოდიში მათთან, მაგრამ ეგრე გავყავი რა. რომ აი თუშეთი არის ზღაპარი, ელფები, ეგეთი სამყარო არის. მთები არაუხეში, მაგრამ ზღაპრული. აი სულ გონია რომ გამოვა იქიდან ირემი, რომელიც უცებ დაგელაპარაკე. აი ეგეთი სამყაროა. სვანეთი, რომელიც როგორც გითხარი რა, მესტია და თეთნულდი საოცრება არის ეპიკური აი რაღაცნაირი გმირების სამყარო არის და დიდი ტიტანების სამყარო არის. აი მთები არის აბსოლუტურად განსხვავებული რა. ხევსურეთი არის ადამიანების სამყარო. ჩემთვის ეხა ვიყავით შატილში, მუცოში და არის აი აი ეს ტოლკინი ვახსენეთ და აი მაგათი სამყარო არის რა. მოუხეშო, იცი რომ ოფლი და სისხლია ჩაღვრილი ცოტა ხეობაც განსხვავდება იმისგან, ხო, ეს გახსნილი არის, დახურული არის ცოტა უფრო და ეგ ემოციები მაქვს. თუმცა როშკაში გადმოვედით მერე და აი როშკას კიდე დავასახელებდი, იმიტომ რომ არის სრულიად შესაძანებელი. თა როგორც ეხა მივხვდი, როგორც ჩანს, კიდე უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ბარი რა. ამიტომ აი ეს რაღაცა როცა ვადარებ ხოლმე, ჩემთვის ეგ მოცემულობებია რა. რომელია ყველაზე ქართველი პერსონაჟი ტიპურად, ხასიათით და მენტალიტეტით, ვინც კი წაგიკითხავს? რანაირად ერთი პერსონაჟით აი სამი თქვი, სადაც მთელი საქართველოს გეოგრაფია ჩამომითვალე. აი ბლიციო და ხო ანუ ბლიციო, გავხელა ფილოსოფოს მოკაცებს, ვიტყო ბლიცის ის არის. ნუ ჩემთვის თუ რამე არის ქართული ალუდა ქეთელაური ცალსახად რა ანუ თავისი ყველაფრით რა ანუ მაგის იქით ძალიან მიჭირს ხოლმე შენია რითი უნდა დაიწყოს ადამიანმა აზროვნება რითი უნდა გაბედოს აზროვნება მე ვფიქრობ რომ ხუმრობით უნდა დაიწყოს აზროვნება რა იმიტომ რომ ეს გავრცელებული ამბავია რომ რაზეც ვერ ხუმრობ ის ბლოკავს ხო ანუ ესე იგი იმის იქით ვერ აზროვნებ რა და თუ შეეცადე რომ რაღაცაზე იხუმრო ნიშნავს რომ გადააბიჯე უკვე იმ საზღვარს რომელიც ან შენ ქონდა დაწესებული ან საზოგადოებას ქონდა დაწესებული რა ანუ პირველი უნდა იპოვო ის რასაც ვერ დაცინი რა და აი ესე იგი ის არის შენი აზროვნების საზღვარი რომელია ყველაზე მარტივი საგანი რომელიც ამავდროულად არის ძალიან ფილოსოფიური ფილოსოფი ვიცოდი მაგაზე პასუხი უეჭველი რა. არ არის, არა. მე ვიცოდი თქო, მე ვიცოდი რაღაცა. სპინერი არა, დაიცა. რაღაცაზე ვამბობდი, ხო ამასინა. ანუ უარესები გითხოვს, შეგვიძლია რომ დავამთავროთ. სინამდვილეში ხარ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სწორ ადგილას მოვსულ ვართ. გადავწყვიტეთ რომ მოდი აზრიან ხალხთან მივალთ, იმიტომ რომ ყველამ რაღაც წვლილი შეგვიძლია რომ შევიტანოთ იმაში რომ ადამიანებმა ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ და მე მგონი რომ ძალიან სწორ მისამართზე მოვედით. აბა მადლობა, მოგიჭახუნებ და ობანა.
ჩვენი გამარჯვების იყოს რა. კეთილი და პატიოსანი.